გამარჯობა, ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ირაკლი კაკაბაძე, იუთუბერი, კონტენტ კრეატორი, პროდიუსერი და კაცების წამყვანი. უბრალოდ კარგი ადამიანი, როგორც თვითონ დამეხმარა. გადაცემა კაცების ისტორია, საზოგადოების ნაწილმა ეს ისტორია არ იცის, რომ უამრავი უარი მიიღეთ. თუ შეგიძლია გაიხსენო რა ხდებოდა, როდესაც პირველად დაგხურეს. მე რა თქმა უნდა თქვენ ამ ყველაფერზე ხუმრობდით, მაგრამ როგორია რომ გაქვს რაღაცა გადაცემა, მთელ გულს, სულს, ენერგიას, შემოქმედებითობას ამას უძღვნი და პირველად იღებ ინფორმაციას, რომ ეს გადაცემა უნდა დავხუროთ. ხო, იმდენჯერ დაგხურეს, რომ ეს ემოცია ცოტა ის არის, გაწყალებულია და იმდენად მაგიტომაც ის ხუმრობად აღვიქვავთ უკვე ხო იცი რა, ბევრჯერ რაღაც დაგემართება, ბოლოს გეცინება ამაზე. პირველი იყო, რომ ძალიან ძნელია დაიჯერო ის მიზეზი, რის გამოც ხურავენ, რომ მართალია. ხო იცი ყოველთვის ფიქრობ, რომ კარგი ხარ და მაგარი ხარ და რა ვიცი, გინდა არ გინდა, აქეთ გეფიქრება. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მაშინდელი რეიტინგები, რომლის გამოც მოხდა დახურვა, რომ რაღაცა პრაიმ ტაიმში ვიჯექით, ანუ რაღაცა 10 საათის მერე ზოლში ვიჯექით, მაშინდელი პრაიმ ტაიმი ტელევიზიის ეგ იყო, 8-დან 11-მდე. მაგის პრაიმ ტაიმისთვის ძალიან დაბალი რეიტინგები ჰქონდა. და ხო იცი, არ იმიტომ რომ შენ გარშემო ვინც ხვდება, აუ რა მაგარია უყურე იმას რაღაცა, მაშინ არ იყო ესეთი მარტივი გაზომვა, როგორიც ეხლა სოციალურ ქსელში და თუნდაც ახ YouTube-ზეა და ციფრებს ზუსტად ნახულობ და ვინ როდის ჩართო და ვინ როდის გამორთო და რა ყველაფრის ნახვა შეგიძლია. მაშინ იყო რაღაცა მთლელები, რომლებიც რეიტინგებს ითვლიდნენ და რაღაც პროცენტი მოგივიდოდა და ეს ახარ შენ. და ეს პროცენტი იყო დაბალი. ყველა დანარჩენ კონკურენტ გადაცემებთან. იუმორისტული მაქვს ხედულობაში, ხა არ ადარებ ხოლმე სხვა ტიპის საინფორმაციოს არ ადარებ, სხვა სპეციფიკა აქვს. მეორეჯერ რაც რო დაგხურეს, იგივე მიზეზი იყო და ციფრებიც უკვე იგივე სანახებდა და ამ ციფრების თვალყურის დევნება შეგვეძლო დაწყებიდან დახურვამდე. და ნუ დინამიკა არ იცვლებოდა. რა არ გვიფიქრე რომ მოდი ცოტა შევცვალოთ, ცოტა ესეთი გავაკეთოთ, რატო გვიგებს ჩვენი კონკურენტი, იქნებ ჩვენც იგივე სტილი უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ბოლოს მივდიოდით ყოველთვის იქამდე რომ თუ რაღაცა ესეც აკეთებ, მით უმეტეს როცა შენ მონაწილეო, უნდა გიყვარდეს იმას, რაც აკეთებ, მოგწონდეს. თუ არ მოგწონს, მაშინ უნდა იყო პროფესიონალი მსახიობი, რომელსაც ნუ რაღაც მსახიობსაც ახარ არსებობს რა როლი თუ არ მოწონს, ძალიან ძნელია რომ ისე შეასრულოს და ისე ითამაშოს, როგორც სასურველი როლი. და მით უმეტეს როცა არ ახარ პროფესიონალი მსახიობი, თუ შენ თავს არ და კაცების მთელი ალბათ ხიბლი იმაშია, რომ ჩვენ ოთხივე ვართ ჩვენი თავი. რაც იქ ვართ და ბევრისგან გამიგია, რომ რაღაც რო გაგვიცნეს და სადღაც წამოვიდნენ ჩვენთან ერთად, ან რაღაც მოხდნენ რაღაც ერთი დღე ჩვენთან ერთად, ზუსტად ისეთები ხართ, მგონია რომ გადაცემაში ვარ. ანუ ისეთები ვართ, ზუსტად ისინი ვართ, ვინც ცხოვრებაში ვართ რა და ამის გადაკეთება ნიშნავს, რომ აკეთო ისეთი რაღაცა, რაც შენ არ ახარ და მაშინ უნდა ითამაშო და ნუ მე მივხვდით, რომ ამას არ გვინდა და ვერც გავაკეთებთ, რომ გვინდოდეს და ამიტომ ჯიუტად არ ვცვლიდით არხიდან არხამდე ამ კონტენტს კი ვცვლიდით რაღაცა რუბრიკები ემატებოდა, მაგრამ აი ამ შინაარს არ ვცვლიდით. ბოლოს გაირკვა, რომ ცოტა ხალხი არ გვიყურებს პროცენტულად, თუმცა ჩვენი მაყურებელი და ეს გაირკვა მხოლოდ სოციალურ ქსელში გადმოსვლის მერე, რომ პროცენტულად ჩვენი მაყურებელი გვიყურებს მაშინ, როცა მას ცალი, ან ჩვენი მაყურებელი არის ადამიანი, რომელიც თუ ტელევიზორთან, მაშინ ტელევიზორთან, ეხლა ნუ რომელიღაც დივაისთან არ ზის და ის რაღაცა თავის დრო როცა აქვს თავისუფალი დრო, ანუ რაღაცა მუშაობს, დასაქმებულია, ან რაღაცა სწავლობს, ან რაღაცა ესეთით არის დაკავებული და როცა მოიცლის, მაშინ გვიყურებს და საკმაოდ დიდი რაოდენობა ამ ადამიანების და ეს შესაძლებელი გახდა რაც გააჩნდა გადახვევა, თუმცა გადახვევა მაშინ არ ითვლებოდა და ესე მარტივად ვერ ითვლიდი, რომ აი გადახვევაზე ვინ რას უყურა მაგ დროს და ანუ ციფრები გამოჩნდა და გამომწერების რაოდენობაც ნუ ეხა თავისას ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გვიყურებენ, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ აი ვაგროვებ და კვირას ჩაუჭდები, არა და ხუთშაბათ ციტება რა, იმიტომ რომ მაგ დროს სახში ვარ, მშვიდად ვარ, დომინირებს საჭმელთან ერთად ყურება კაცების ეს გამოკითხვებით. იცი რა მაინტერესებს, ანუ დღეს ისე გამოვიდა, რომ მე რაღაცა სწორი აუდიტორია იპოვეთ თუნდაც ამ სოციალურ ქსელებში. აი თავიდანვე სხვა ადამიანებს რო დავეხმაროთ, როდესაც მათ იდეებს, მათ წამოწყებას ვიღაცა უარყოფს, ხო, ან გაჩერდება. მინდა ეს დრო გავიხსენოთ ამ ჭრილშიც და მაინტერესებს, აი შენ როდესაც
გაიგეთეს, აი პირდაპირ დაეთანხმეთ და მარტივი იყო, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ხო ეს ფაქტიურად უმუშევრად დარჩენას ნიშნავს, რომ რაღაცას აკეთებს გადაცემას და მე ეგეთი ბევრი პროექტი მინახავს, ხო, შეიძლება ტელევიზიიდან გაქრა და ის ადამიანი სრულიად ქრება მე თავის. ხო, ჩვენ შემთხვევაში ცოტა ესე ტრაგიკულად არ იყო, იმიტომ რომ ეს იყო პარალელურად სხვა პროექტებთან, რომლებიც ისინი ძალიან წარმატებული იყო ტელესივრცეშიც. ანუ შუა ქალაქთან ერთად და გოგონა გარეუბნიდან ერთად და აი ამ პროექტებთან ერთად დავიწყეთ ამის კეთება. უბრალოდ ჯერ ისინი იყო და მე ერთ-ერთი პროექტი ეს შევამატეთ რაღაც რომ გავიზარდეთ რა. ამიტომ ესე ფინანსურად რაღაც გაქრობის სახით საშიშროება არ ყოფილა. მით უმეტეს ჩვენ სამისთვის, ლაბაძისთვის კი. დათო არ იყო იმ პროექტებში. თუმცა დათო სოფლიო ბანკში მუშაობდა. გაჩნდა და ისევ გაქრა. და მეორე არის რომ რატომაც ვაგრძელებდით ამას. ეგ კითხვა იყო თუ არ ვცდები ხო რატომაც არ ვეგუებოდით და ვაგრძელებდით სხვა არხზეც მე კიდე რა ხო ვიცოდით რომ იგივეს ვაკეთებთ. ნუ ერთი რომ მოდი იქნება ამის დრო მოვიდა, იმიტომ რომ რაღაცა პროექტები არის, რომლებსაც ან სწორი დრო არ არის, ან რაღაცა ვერ ჩაჯდა იმ მომენტში, იმიტომ რომ ბევრჯერ ყოფილა რომ რაღაც განახლებული გავარდა ესე ვთქვათ რა და უცბად ძალიან პოპულარული გახდა, არა და აი რაღაც ყველაზე კარგი მაგალითი ფენომენია მართალია ვერ ამოხსენი, მაგრამ რაღაცა განგამ სტაილი რა, რომ აღმოჩნდა რომ სანამ პოპულარული გახდებოდა, მანამდე დიდი ხნის წინ უმღერია იმ ადამიანს, მაგრამ კაცი შვილმა არ იცოდა. მე აღმოაჩინე. ხო და რაღაც ეთყობა დაემთხვა ბევრი რაღაცა, რომ გავარდა. ეხლა მთლად განგამ სტაილის кейსი არ არის ჩვენი, მაგრამ რატომაც ვაგრძელებდით არის, რომ ბევრჯერ გვიფიქრია და გვილაპარაკია ამაზე. მოგწონს ერთად ყოფნა და ამის კეთება. შენ რო და შენ კი გვიცნობ და იცი ეს კარგად. სადმე რომ მოვხვდეთ, არ ვიცი, აი რაღაც ზღვაზე რომ მოვხვდეთ ერთად და არაფერ შუაში არ იყოს კაცების გადაცემა, იგივე რეჟიმში და დინამიურად იგივენაირად განვითარდება ჩვენი აჭარულის შეკვეთა და ჭამა, როგორც გადაცემაში შეიძლება რომ ეს განვიხილოთ. ანუ ესე ვცხოვრობთ და ეს მოგწონს, მეგობრები ვართ და გვიყვარს ერთმანეთი და ამიტომ არ გქონია რომ ანუ რაღაცა რომ ძალიან გიყვარს და შენი ნაწილია, ამიტომ არ გეზარება რომ კიდეცადო და მოდი აბა ეს ერთზე ვქნათ და გავაკეთოთ. თან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხშირად ყოფილა რომ ამ გადაცემაზე ისეთ ადამიანებს უთქვიათ რომ აუ რა მაგარია და რა კარგი იუმორია და აი მართლა გემოვნებაა და ეს მომწონს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომლებსაც სხვა პროექტებზე თუნდაც სუპერ რეიტინგულებზე არ უთქვამთ რა. და ეგ რაღაცნაირ მოტივაციას გაძლევს რომ აუ რაღაცა ისეც ვაკეთებ, რომელიც აქამდე არ გამიკეთებია და ისეთ ადამიანებს მოსწონთ, რომლებიც გემოვნებას და რაღაც ავტორიტეტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. თუ გახსოვს ზუსტად აი როდის გაჩნდა იდეა პირველად რომ შეგექმნათ კაცები, იმიტომ რომ სატელევიზიო სივრცეში თქვენ წლები იყავით, შენთან ახსენე და მაგ პროექტებსაც განვიხილავთ, შუა ქალაქი გოგონა გარეუბნიდან. აი კაცების შექმნის იდეა როდის გაგიჩნდათ და რატო მოგინდათ რომ ეს მაინც და მაინც ზუსტად ის ფორმატი ყოფილიყო, რაც საბოლოო ჯამში მიიღეთ? მე არ მახსოვდა ამას წინათ, არ მახსოვს რაღაც ინტერვიუ იყო რაღაცა ჯანელიძემ გაიხსენა. და მე ვყოფილი ვარ, ვისაც უთქვია რომ მოდი გავაკეთოთ და მანდედან გამახსენდა, თორე ესე არ მახსოვს რომ ჩემი ინიციატივა იყო. საიდან წამოვიდა და ნუ მანამდე სანამ შუა ქალაქს დავიწყებდით, რუსთავიაში იყო უამრავი პროექტი, რომელსაც ვაკეთებდით, ნუ მე იქიდან რაღაც მიზეზების გამო წამოვედით. იქ გოგიჩას ღამის შოუ და საერთოდ დამკვეთებს ეხლაც და ალბათ ეს მუდმივი, იმიტომ რომ ამასინაც რაღაც საინფილდის სტენდაპს უსმენდი და ზუსტად ამ თემას განიხილავდა დამკვეთსა და შემქმნელს შორის კონფლიქტისზე კონდა სტენდაპი. და დამკვეთს ყოველთვის უნდა რომ თავი დაიზღვიოს და ის რაზეც თითქმის გარანტირებულია რომ წარმატებული იქნება, ის გააკეთებინოს იმ ადამიანს, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. და შემოქმედ ადამიანს, რომელსაც რაღაც უსიახლეები უყვარს, უნდა რომ რაღაცა ახალი ცადოს. იგივე სიტუაცია იყო რუსთავიდან წამოვედით, ვეძებდით სადმე ვიყავთ იქ რაღაც პირველი არხი იყო, ის იყო და ბოლოს იმეჯი იყო რომ ჩვენთან გააკეთეთ ღამის შოუ. გოგიჩას ღამის შოუ. ნუ ეს მე მგონი დღემდე არის ეს ამბავი რა, ხანდახან ცოტა მოტივირდება ვიღაც ადამიანი ხო. მე ხანდახან ეგრე ურეკავ ხოლმე გოგიჩას და გართობა თუ მინდა გოგიჩ ღამის შოუ რო გავაკეთოთ. ამით ხალისო. ყველა თავმოყარე ტელევიზიას ლეკონდა. მე ხალისობთ ხოლმე და იყო ეს, რომ ნუ ბუნებრივია რა, ხა იქ წარმატებული იყო, იქიდან წამოვედით და იმას რა იმეც არ ქონდა და აი რაღაც შანსი გაჩნდა. ნუ ძალიან დიდი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა რომ შუა ქალაქი გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს გვინდოდა ძალიან რა. რაღაც ფრენცის ფანი ვიყავი და მაშინ იქ შაბათი შოუსაც ვაკეთებდით და აქ იყო პირველი ცდილობა რომ მოდი ჩვენთვის კი არ დავწეროთ, ან ჩვენ დავწეროთ და ჩვენ ვითამაშოთ, ან მსახიობებმა ითამაშონ და ჩვენ როგორც სცენარისტები და რეჟისორები და
და ნუ მაგ ხათრით იმ ხათრით რომ არ ეწყენინებინათ ჩვენთვის მოდი ეს გავაკეთოთ ნახევარი წელი და თუ არ გაამართლებს მე ხამიშო გოგიჩასთან ერთად რა ეს საბუთივით იყო მოიფიქრეს მოლაპარაკე არ მახსოვს ბევრი მოლაპარაკება იყო და არ მახსოვს რომელზე გაიჟღერა ამან და ნუ რახან ამაზე დავთანხმდით ჩვენ რაღაცა დარწმუნებულები ვიყავით რომ ამას გავაკეთებთ ძალიან გვინდოდა თან და ნუ მოკლედ გაკეთა რა თქმა უნდა ეხლა ნახევარი წლის მერე ძალიან პოპულარული გახდა მოდი მეორე სეზონის გავაკეთოთ და უფრო იმაზე იყო ლაპარაკი მე გაკეთდა გოგონა გარეუბნიდან და ამასობაში რაღაცა შევიკრიბეთ ესე და ლაბაძე ჩვენ და უკვე გაფართოებისკენ წავედით რა ორი პროექტი მოდი მესამე ხო არ ვიფიქროთ და რახან ღამის შოუ მოთხოვნა არის ანუ უბრალოდ რაღაცა სივრცე არის რომელიც იმ დროინდელ ტელევიზიაში უნდა ყოფილიყო რაღაცა მსგავსი ნუ ცოტა განსხვავებული ხო არ გავაკეთეთ ხა იგივეს გაკეთება ის არის გოგიჩას დასანახად არ უნდა ამის გაკეთება და მოდი რაღაცა 4 ხო არ გავაკეთოთ და მოდი რა მოვიფიქროთ ცოტა სხვანაირი და აი ლეგენდარული გაზეთები იმიტომ თავიდან როგორ იყო იცი იდეა იყო რომ წამყვანები ყოფილიყავით ეგრე ვაკეთებდით რაღაც 8 გადაცემა თუ შეიძლება ცოტა მეტი 10 თავით გითხულობდით მონოლოგებს რაღაც ერთში მაგალითად ჯანელა იყო მე დათო მე იკო ყველა მცადეთ მე რაღაცა მონოლოგი ძალიან უკვე ყველა არხზე ღამის შოუ და რაღაც ხოჭი რაღაცა ისეთი და ყველაზე განსხვავებული იყო ეს გაზეთებსაც 4-ვენი და სტუმარიც იქაც ხონდ რაღაც პერიოდი იღებდით და განიხილავდით განვიხილავდით ხო რაღაცა ნიუსებს მაშინდელი გაზეთები ბრწყინავდა საოცარი კი საოცარი იყო და სტუმართანაც რაღაც პერიოდი იყო 2 ვიყავით მე რაღაც 4-ვენი და ნუ მე ყველაზე განსხვავებული რაც აიტაცა ხალხმა ეს იყო იმიტომ რომ მონოლოგი თითქმის ყველგან ერთნაირი მიდიოდა უკვე და მე ამ მიმართულებით განვითარეთ მივხვდით რომ რაღაცა ჩვენ განსხვავებულ 4 ადამიანშია ძალა რა იმიტომ რომ ერთმანეთს ვავსებთ და რაღაც ერთი კარგი ის გამოდის და ყველა აპგრეიდი რაც გავაკეთეთ მე ამ კაცების სხვა სახელით იყო კაცების შოუ იყო 4-4-ზე წერქვა ეხა კაცები და კლი იქნება ბოლოსამ და დავტოვეთ ეგ ნაწილი და მიიღო ეს ფორმატი რაც ეხლა გვაქვს რა თუმცა ვფიქრობ რომ რაღაცები კიდე შესაძლებელია, უბრალოდ უკვე შესაძლებელია კიდე კი არა, იმიტომ რომ ყოველ რაღაცა პერიოდის მერე ჭირდება განახლება, სიახლე და აი ის შინაარსი არ უნდა დაიკარგოს რაც არის რომ ჩვენ 4, მაგრამ რაღაცები უნდა. იცი რა მაინტერესებს, აი დღევანდელი გადმოსახედიდან ამდენმა უარყოფამ, ამდენმა არხიდან არხზე გადასვლამ, ფორმატიდან ფორმატში გადასვლა, ხო, რაღაც სატელევიზიო სხვა არის, YouTube ფორმატი კიდე სხვა არის, ყველაზე ცუდი რა გასწავლოთ და ყველაზე კარგი. ხო, ცუდი არის რომ რაღაც პერიოდი ვცადეთ რომ აი რასაც ვიძახდი რეიტინგი მოგვემატებინა და ისეთი რაღაცეების კეთება დავიწყეთ, რაც არაორგანული იყო ჩვენთვის. და ძალიან ცუდი იყო ეხაც რო ჩანაწერი ნახო და ცუდად გრძნობდით თავს. ანუ ეგეთი რამე არ უნდა გააკეთო. დაახლოებით რა იყო. აი რაღაცა ცოტა ღამის შოუს ფორმატი რაც იყო ის ვცადეთ, ცოტა მოდი ესე ვთქვათ პაპსა გავხადოთ და ისეთი ხუმრობები გავაკეთოთ, რაზეც დაუშვათ უფრო მეტ ადამიანს. ანუ როგორც ვთქვით, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი იყო რეიტინგი. და რეიტინგის გასაზრდელად მივედით იქამდე, რომ მოდი ცოტა ისეთი ხუმრობები ვთქვათ, რომ აი რაღაცა ჩვენი ხუმრობები ცოტა ძალიან ეს არის რაღაცა ჩახუჭუჭებული და ცოტა მეტი ფიქრი ჭირდება, რომ ეს გაიგო და მოდი რაღაცა ის ვიხმო, სახალხო ხუმრობები გავაკეთოთ ანეკდოტების ტიპის, რომ ყველასთვის გასაგები თუნდაც ეგეც რომ მივამატოთ ან რაღაც თვითონ ხუმრობის თემაც და ასე შემდეგ და ცუდი იყო ანუ არ უნდა გააკეთო ეგეთი რამე არასოდეს არც გამოგივა არ არის შენი ანუ სხვას რო გამოზის ეს არ ნიშნავს რომ შენ გამოგივას და ყველაზე კარგი რაც გვასწავლა რომ რავი, კაი ხა წარმატებული როცა არის ესეთი დახურვები და ბოლოს რაღაც აქამდე მოხვალ, გასწავლის რომ არ უნდა მოეშვა რა, თუ რაღაცა მოგწონს, სადღაც მაინც რაღაცა ფორმის შეცვლით რაღაცამდე მივა რა და ამიტომ არ დაანებო თავი ის რაც მოგწონს რა, გააკეთე და შენ თვითონ ისე ამოვნე და არ არსებობს რომ როდესღაც არ ამოდივდივდეს რა. და ყველაზე კარგი რა ისწავლეთ ამ განმავლობაში. ო ყველაზე კარგი აღმოჩნდა ის რომ იმან რომ ჩვენ ტელევიზიებში დაგხურეს და მე ავტომატურად მოგვიწია გადასვლა სოციმედიაში ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც ტელევიზიონშიკები გადავედით სოციმედიაში და ბევრი სირთულე უფრო მარტივად დავძლიეთ იმიტომ რომ ესეთი კონკურენცია არ იყო იმიტომ რომ ძალიან რთულია როცა მიჩვეული ხარ ტელევიზიაში რაღაც კეთებას და გადმოდიხარ და სულ სხვა რეალობა გვხდება. იმიტომ რომ რაღაცა თავიდან იყო რომ ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავდი ქუდის გაკეთებაზე. ტელევიზიაში ახალი გადაცემის ახალ სეზონზე ახალი ქუდი ეს იყო მოვლენა და
YouTube-ზე რო ქუდი საერთოდ არ გინდა და შეიძლება წარწერამ გაიელოს და დაიწყოს პირდაპირ ეს შოკი იყო. მე რაღაცა განათება დავაყენოთ რომ ცოტა სიღრმე კონდეს კადრს და იქ უკან ნახე რა ხო ტელევიზიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და YouTube-ზე სულ ერთია რა ამის გულისთვის ვინმე რო unsubscribe გაგიკეთოს არ არსებობს რა და ბევრი რაღაცა მონტაჟზე რაღაცა ძალიან ხატრული და რბილი მონტაჟი ქონდა რომ თემა რომ ამოიწურება მე უნდა გადახვიდე მეორე თურმე მოჭერი პირდაპირ გადადი არავინ არ უყურებს და ეს ძალიან რთული მისაღებია და ბევრი მე ვინც ტელევიზიიდან ეხა YouTube-ზე არის შემოსული ბევრი ვინც მოდიოდა ჩვენთან პირველი მაგას ურჩევდით რომ დაივიწყე ტელევიზია და ცოტა ყველანი ის და ჩვენ თავი გვახსენდებოდა რა და მაგ შემთხვევაში ძალიან კარგი მოხდა რომ ესე მოგვიწია საერთოდ ეხა ვიხსენებ ანუ ის რა ქვია ტრიგერი რაც იყო რომ კაცები გაკვეთებინა სოციალურ ქსელში იყო ესეთი პროექტი იყო მადლობის ეკიპაჟი თუ გახსოვს კი ავალ ლივინგსტონის იყო ავალა დაგვიკავშირე მაშინ არ ვიცნობ თავალას ავალამ დაგვირეკა და ალდაკთან ერთად ხო ავალამ დაგვირეკა და ჩვენ რომ რაღაცა იდეა გვაქვს ესეთიო და თქვენ რო იყოთ მე და იკოზე იყო ლაპარაკი და გამოდი მე გავილაპარაკოთ არ ვიცი ვინ არის გოგიჩას კითხე ვინ არის რაღაცა მე ლეფს ვერ ამერ გავიცანეთ რაღაცა მოგვიყურეს ესეთი რაღაცა მოყვა ესეთი იდეა რომ ესეთი რაღაცა გვაქვს და კითხო უთხარით ოღონდ მოდი ამ ნაწილს რაც ჩვენი ნაწილია ჩვენ თვითონ გავაკეთებთ და მე განახეთ რა თუ მოგეწონება ხო თუ არა და იმას ვქნათ რა და პირველივე რომ გავაკეთეთ მოუყვეთ მაყურებელს რა ხდებოდა ხო მადლობის ეკიპაჟი იყო იდეა სადაზღვეო კომპანიისთვის რომ მანქანით გვიარა სადაც ფორმები გვეცმეოდა რაღაცა პატრულის ალტერნატივა რომელიც კი არ მოძებნიდა ადამიანებს რომლებიც არ ღვევენ და დააჯარიმებდა მაგრამ არამედ პირიქით მოძებნიდა ადამიანებს რომლებიც არ არღვევენ ყველაფერს კარგად სადაც ნუ მთელი დღე არ დავყვებოდით რაღაცა დაუშვათ რუსთაველიდან ვიღაცას წავყვებით და სადღაც საბურთალომდე მიდის ხო და გზაზე თუ არც ერთი დარღვევა არ გააკეთა ისე გაიარა მადლობის ნიშნად მივადგებოდით და რაღაც საჩუქრებს შუქდით და მადლობას ხო მადლობით და საჩუქრებით ვაჯარიმებდით და ძალიან კაი იდეა იყო და ძალიან სახალისო გამოვიდა და მანდ იყო რომ სტუმრები ყავდა ხოლმე ან მანქანაში გვეჭდა სტუმრები რა მარტო ჩვენ არ ვიყავით და ერთ ჯერზე ჯანელა ჩავისვით ერთ ჯერზე ლაბაძე ჩავისვით და ეს სოციალურ ქსელში მან Facebook-ზე იდებოდა, YouTube-ზე არ იდებოდა, Facebook-ზე და ნუ რაღაცა ესე და წამოვიდა უამრავი კომენტარი რომ აუ კაცების ვაიბი წამოიღო და ნახე კაცები გააცოცხლეთ და რაღაცა და ჩვენც მივხვდით რომ იმიტომ რომ მაშინ რაღაცა ტელევიზიიდან წამოსული ვიყავით და ჩვენი სტუდიაც დაშლილი იყო ან რაღაცა უკვე ცალ-ცალკე ვაკეთებდით რაღაცა ვისაც რა გამოგდიოდა ხო ვისაც რა გამოგდიოდა და აი აქედან გაჩნდა იდეა რომ მართლა ნახე როგორი კარგია რაღაც ის ეპიზოდები ძალიან კარგი გამოვიდა და აქედან გაცოცხლდა იდეა რომ მოდი გავაკეთოთ და მე რაღაც შევიკრიბე და YouTube-ზე არა პირველი იყო Facebook-ზე გადიოდა კაი ხანი რა რამოდენიმე გადაცემა ვიწერდით ამოდიში ბარი იყო არ ვიცი ახლა არის თუ არა ნარი ყალაზე ზემოთ და ფეხით აქ გქონდა შტატივები და მანქანა რაღაც ეტაპამდე მიდის და მერე ჯაფარა ჩვენი პროდიუსერი ვინც არის ჯაფარა რაღა პროდიუსერი ჯაფარას პოდკასტით ყველა კარგად იცნობს ხო თვითონ იუთუბერი ჯაფარამ აიტეხა რომ YouTube-ზე გავიდეთ და ჩვენ მაშინ არ იყო რა ბევრი მარტო ძირძველი იუთუბერები არსებობდნენ რაღაც ოქტოპუსი და ოქტოპუსი ეგეთი ძველი კი ჩვენზე ადრე იყო და კალატოსი რა და დავიწყეთ YouTube-ზე და აი მანდედან უკვე მე რაღაცა პერიოდის მერე YouTube-ი უფრო მთავარი გახდა და Facebook-ი უფრო მხარდამჭერი. კაცებში რა ხდება დღეს, იმიტომ რომ ეს ბრენდი ძალიან განვითარდა, გაფართოვდა. ჩემი გადმოსახედიდან ახლა როგორც პროდუქტი არის რომ ერთი არის რომ რაღაცა YouTube გადაცემა, რომელიც ძალიან წარმატებულია, ხალხი არის და თავის რაღაც კლუბი გაქვთ Facebook-ზე და მიწერ-მოწერა მიდის, ფიზიკური შეხვედრებია, ამაზეც მოგვიყევი რომ დისკაჩდა ეს იდეა ლაივები, ახალი წლის ტრადიცია გაჩნდა და ხო, ხუთიანობა. და რო გითხრა თვითონ აი ეს ბრენდი როგორ განვითარდა და ეხლა როდესაც ფიქრობთ, სადამ დავიწყდით ჩაწერა, შემიძლია კიდევ ფიქრობთ რომ რაღაცა არ ვიცი, გარკვეულწილად დავააპდეითოთ, ხო? ანუ განვაახლოთ ეს ფორმატი და სად არის ამჟამად კაცების ეს პროექტი. ეხლა გვაქვს რეფორმა და რეფორმამდე რომ მოვიდეთ. ვინმე ხარ შეეწირება. არა. პირიქით გვინდა რომ რაღაცეები დავამატოთ და დავიმატოთ. ნუ YouTube-ზე რო აგორდა და დაგროვდა მაყურებელი, გაჩნდა ჩვენი ფანჯგუფი. რომელთანაც ესე არანაირი ძალისხმევა ხო ჩვენ არანაირი ძალისხმევა არაფერი არ ჩაგვიდია ამაში ეს არის სამი ადამიანი რომლებიც ცალ-ცალკე ქონდათ კაცების ფანჯგუფი ან ჩვენი მაყურებელი იყო და ნუ მოსწონდათ მე ერთმანეთს დაუკავშირდნენ საქართველოში იშვიათად ხდება ესე ძირითადად ერთია ხოლმე და სამათი იყოფა და გადაწყვიტეთ რომ მოდი ერთი გავაკეთოთ რომ ეს ყველა ხალხი ერთ იმაში შევკრიბოთ დახურული ჯგუფია რომელიც ნუ შიგნით არის თავმოყრილი 95,000 ადამიანი დახურულ ჯგუფში და თან მთელი ის იყო რომ ჩემი მეგობრები ვისაც კი რაღაცა გაწევრიანება უნდოდა
უცოდ მირეკავს იკალა იცნობ კარგად კი მირეკავს რომ ბიჭო რანაირი ჯგუფია ესო მივწერეო რომ გაწევრიანება მინდაო და ისევ რა ქვია რაღაცა კითხვარი გამომიგზავნესო რა ანუ რაღაც კითხვარს აგზავნიდნენ რომ რამდენად კარგად იცი კაცები რომ ტყილა არ მოხვდე იქ იმიტომ რომ იმდენად შიდა ამბავია ეს რაღაცა ხუმრობით სექტას ვეძახით რა იმდენად შიდა ამბავია რომ აი რაღაცა ხანდახან მქონია რომ აუ ეს რომელ გადაცემაში იყო და იქ უნდა დაწერო და ვიღაცა გეტყვის აი ამ გადაცემის ამდა ტაიმკოდი ესა და ეს არის და აქ უყურე რა ხო და თუ არ გესმის კაცები ნუ საოცარ სამყაროში მოხვდები რომელიც რა ხდება ვერ გაიგებ რა და ამ ფანჯგუფმა ძალიან გააცოცხლა ეს ანუ უბრალოდ ერთ სივრცეში შეყარა ეს ჩვენი მაყურებელი და ხო ვისაც უყვარვართ ეს ადამიანები. მე პერიოდი იყო, გადაცემა ჩვეულებრივად მიდიოდა, ეს ფანჯგუფის ნელ-ნელა ძლიერდება და მოვიდა კოვიდის პერიოდი ყველას გვახსოვს და მან შევწყვიტეთ ჩაწერა მაყურებელთან ერთად. მანამდე წერთ ხოლმე მაყურებელთან ერთად, მაყურებელი ესწრებოდა დაახლოებით 1-40 კაცი ესე გაახანდახან ისე. ესწრებოდა ხოლმე და ნუ მან შეწყდა რა ის კი არა სტუდიაში ვერ ვიწერდით და რაღაც გასულითებს წერდით, ხანდახან ონლაინ ჩავწერეთ, მე რაღაცნაირად ვერ გებოდით იმ სიტუაციას. დისტანციას არ ვოლდით. ხო, კი, მაგრამ კადრში ვერ მეტეოდით. და რო მე რაღაც ოფისიდანაც გადავედით, სხვა ოფისში გადავედით უფრო პატარაში, ან პატარაში ოფისი უფრო დიდია, მაგრამ აი ჩასაწერის სივრცე უფრო პატარაა და იქ ვეღარ ვახერხებდით ადამიანების დასმას. და თან რაღაც რომ მივეჩვიეთ ეს ამდენი ერთ რაღაც მთელი წელიწად ნახევარი გრძელდებოდა თუ რამდენიც იყო, რომ მივეჩვიეთ უხალხოდ ჩაწერას, რაღაც მივაყოლეთ. ჩაწერის ხრი უფრო კომფორტული გამოდგა. იმიტომ რომ რაღაცა როცა გინდა იწყებ, იქ რაღაცა მაყურებელს პაუზას გამოაცხადებს, სტუმარი თუ შეიცვლება, არა უშავს გადადებთ, და მაყურებლის ლოჯისტიკა ცოტა რთულია რა, იმიტომ რომ ყველას უნდა დაურეკო 40 ადამიანს. და რაღაცნაირად მივეჩვიეთ, მაგრამ სულ გქონდა ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც საიდანაც მოვდივართ ამ მანსანკანიდან რომ მოვდივართ, ყოველთვის მაყურებელთან ვაკეთებდით რაღაცას და ეს გრძნობა იქიდან ძალიან მნიშვნელოვანია. და ეხაც რომ რაღაც რეფორმასავით რომ გავაკეთეთ, რომ გამოვკითხეთ ჩვენი გულშემატკივრები, ყველა თქვა რომ იქნებ ხალხი ისევ იყოს სტუდიაში, იმიტომ რომ სხვანაირად მოქმედებს რა, იმათ რეაქციას და იმას მიყვები. მაგაზეც ვფიქრობთ, არ ვიცი, რამდენად ისე მასშტაბურად, მაგრამ შეიძლება რაღაც მცირე მასშტაბით უფრო გავაკეთოთ, რომ 10 კაცი მაინც ესწრებოდეს, რამდენიც დაეტევა იმ სტუდიაში. და მან თქვით, რომ რადგან ესეთი მოთხოვნა და ადამიანებს უნდა რომ რაღაც დაესწრონ და ლაივში ვნახონ, ხო არ გავაკეთოთ დარბაზთან სადაც მაყურებელი მოვა ბილეთებს იყიდის და ჩვეულებრივად და მანდ იყო პირველად გავსინჯეთ რაღაცა ტესტის მსგავსი იყო. მაშინ პირველ არხზე ვიყავით და პირველ არხზეც ვიყავით პარალელურად და პირველ არხზე გავაკეთეთ საახალწლო, სადაც ხალხი ესწრებოდა და რაღაცა ჩვენ საახალწლო ვერსია გავაკეთეთ. ისეთი არ გამოგვიდა როგორც გვინდოდა, მაგრამ ნუ ხო თუ არც ხა მე რაღაც შევცვალეთ და უხვეწეთ და პირველი ლაივი უკვე რამდენი გავიდა 2 წელზე მეტი გავიდა მე მგონი. რაოდენობა არის სადაც 32 ცალი გვაქვს გაკეთებული. მთლიანად, ანუ გერმანიაში გავაკეთეთ 1, ამერიკაში გავაკეთეთ 2 და მთლიანად ჯამში ხო სადღაც აი ეს 35-მდე გვაქვს. სისტემატიური ხასიათი. იცი როგორ ქონდა ჩაფიქრებული გვაქვს ესე რა, რომ შემოდგომაზე ერთხელ, ზამთარში ერთხელ, გაზაფხულზე ზაფხულში. აი ესეთი ის ქონდა. ესე კონკრეტული თარიღები არა გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ესე არის. მე ამას მოყვა თან აქ რაც ხდება ძალიან ექსკლუზიური. კი, არ ვიღებთ, არაფერს არ ვიღებთ, ფოტოების გადაღება შეიძლება, ვიდეოს არ ვიღებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი დაახლოებით 70% ეს არის ინტერაქტივი დარბაზთან. და თუ გინდა რომ ადამიანი იყოს თამამი და იქ გაიხსნას ბოლომდე და ერთად ვიხალისოთ, როგორც მეგობრები რო შევიკრიბებით და ერთად ვხალისობთ, მაშინ არ უნდა გადაიღო, იმიტომ რომ გადაღება ძაბავს ბევრს, იმიტომ რომ მე ვიღაც ამას ნახავს, მე იქ როგორ გამოვჩდები, აქედა პროფილი მაქვს ამუშაო, ბევრი უამრავი რაღაცა, რაც ისე კარგად ვერ გადაიღე, ანუ ჩვენგანაც რა თქმა უნდა და ამიტომ უარი ვთქვით ამ გადაღებაზე და ნუ რა ძალიან წარმატებულად მიდის ამდენი ლაივი გავაკეთეთ, ყველაზე ბილეთები ბოლომდე იყიდება სულ. ამ ლაივების მერე იყო რომ რაღაც ჩვენი დაბადების დღე მოუწია. რაღაცა თარიღი იყო და უცბად გავარკვიეთ რომ რაღაც ახალი წლებია, რაღაცა თარიღია, რა გავაკეთოთ და მოდი სადღაც შევიკრიბოთ. ამი ადგილი ვნახოთ, სალომეს უთხარით რომ რაღაცა ადგილი იპოვე. მოძებნა უცებრად შეიძლებოდა და ვიპოვეთ სახელოსნო ერქვა, ეხლა არ ვიცი ისე ფუნქციონირებს თუ არა იგივე სახელით, სანაპიროზე როა. ხო, რიყეზე და იქ უცბად აღმოჩნდა რომ არის ადგილი და მოდი გავაკეთოთ და ნუ დავდოთ რა და ვინც მოვა და რაღაცა ვიხალისებთ და ესე იქნება. აღმოჩნდა რომ ნუ სურველი იმდენად მეტი იყო რომ ბილეთები გავაჩერეთ. და ძალიან კარგი გამოვიდა შიგნით. და ამ გაჩნდა იდეა რომ კაცები ფართი ხო არ გავაკეთოთ და ეს რაღაცა ავიჩემეთ 5 იანვარი რომელიც ახალ წლებზე არის არაფრის მაქნისი დღე რა როგორც პირველი გასაგებია რომ ახალი წელია 31 გასაგებია რომ მოსამზადებელია ამისი ნუ 25 რაღაც ევროპაში ახალისი 2 ბედობა 3-ში კაი ნაბახუსებს გამოვდივართ რაღაცა 4-ში ახლობლებთან გავდივართ და 5 არაფერი არ არის იმიტომ რომ 6-ში იწყება რომ 7-ისთვის მზადება ხო და 5 და მოდი ეს ადგილი დავიკავოთ შესაძლებლობა დავინახეთ ხო და სიმღერაც დღეს 5 იანვარია მაგაზე იყო და 5-ში გავაკეთოთ ეს ამბავი და მივხვდით რომ ბევრი ხალხი იყო დაინტერესებული და დავიწყეთ ადგილისებნა რომელიც ასე ჭირს ჩვენ ქვეყანაში
ნუ ვიპოვეთ რაღაცა ადგილი, იქ რაღაცა გავთვალეთ, გამოვთვალეთ, იქაურებად გვითვალეთ, აქ მოკლედ ბევრი რაღაცა ნიუანსი იყო, ეხლა რაღაცა რო არ ჩავეციო და დაბრალებაზე არ გადავიდე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ჩვენია. და ნუ მოკლედ 3000 ადამიანი უნდა მოსულიყო და მოვიდა 3000. ხო. და ნუ გადაიკეტა მოძრაობა, ვერ შემოვიდა ხალხი, ვერ გაუძლო შენობის ტევადობა, იქ რაღაცა სასმელის ყიდვის წერტილები ვერ დაიტვირთა ისე, იმიტომ რომ ზოგი ზემოთ იყო, იქამდე ხალხი ვერ ავიდა. მოკლედ ბევრი პრობლემა მოხდა, ისე მოხდა, რომ ბევრი ვერ შემოვიდა და შევრცხვით. ერთი მოკლე სიტყვა ქართული ესეთი შევრცხვით და რომ გამოგვესწორებინა ეს ამბავი, ესეთ ხრიკი არ არის პრინციპში, ესეთ გზას მივმართეთ, რომ მივიწერეთ ჩვენ ფანჯგუფში და ჩვენ გვერდზეც, რომ ვინც ვერ შემოხვედით, მოგწერეთ. ბევრმა ადამიანმა მოგწერა და მოკლედ რადგან ესე უყვარვართ ჩვენ მაყურებელს და ესე გვიყვარს ჩვენც, გადავწყვეტეთ, რომ სათითაოდ ყველასთვის დაგვერეკა. და ვინც მოგწერა, მე და ლაბაძე ურეკავდით სათითაოდ ყველას ვიდეო კოლით. და ველაპარაკებოდით და თავაზობდით სამ ოფშენს. ერთი რომ გადაცემაზე მოდი ჩასაწერად იმის სანაზღაურებლად რომ იქ ვერ შემოხვედი, იმიტომ რომ გადაცემაზე ხალხი არ ესწრებოდა და რაღაც ექსკლუზიურად შენთვის გავაკეთებთ ამას. მეორე რომ აი შემდეგი პარტი რო გვიქნება, გითხარი და ჩავიწერ ჩემ მონაცემს და ბილეთებს გამოგიგზავნით, ან უბრალოდ ამ პარტიზე, ან ლაივზე, რომელიც გვექნება ამაზე, ან ფულს დაგიბრუნებთ რა. ერთმა დაიბრუნა ფული, დანარჩენი გადანაწილდა ლაივზე და გადაცემაზე მოსვლაზე და ყველა იყო პირიქით ბედნიერი რომ რა კარგია რომ ვერ შემოვედი, იმიტომ რომ ესე გაგიცანით და რაღაცა იქ დაურეკეთ და ველაპარაკეთ და ასე შემდეგ. საიდან გაგიჩნდათ ეგ იდეა? იმიტომ რომ ძალიან იშვიათი მაგალითია ეგრეთ წოდებული კრიზისის მართვის ეგ რა. შენი აზრით, ეგ რო არ გექნათ, რაღაც ეს დარჩებოდა თუ მუდმივ როგორ ვთქვა, წენად დარჩებოდა ამ ხალხს თუ რაღაც იცი რა, რაღაცნაირად ალბათ ძალიან უყვარვართ ჩვენ მაყურებელს და ბევრ რამეს გვპატიობს რა და ალბათ ამასაც რაღაცნაირად გაამართლებდნენ, რომ ნუ პირველი გააკეთეს, რაღაც გამოუცდელები იყვნენ, მეც დროზე არ მივედი, ხო იცი რაღაცა ძალიან რო გინდა რომ გულშემატკივარი ხარ. ფილმზე მაქვს მე ძალიან თუ მიყვარს რეჟისორი ამ სახელი. ნუ აი ხარ ახლა იმასაც არ გამოსვლია ახლა. სპილბერგსაც და ჩავარდნა ყველას აქ და ასე შემდეგ რაღაცნაირად ამართლებ რა და მე ვფიქრობ რომ რადგან იქიდან ეგეთი პატივისცემა არის და სიყვარული აქედან იგივე უნდა დანიშვიათი ამბავია ხო უბრალოდ თან მაშინ რაღაც არცად არ ვთქვით რა იმიტომ რომ ორი რაღაცა იყო ერთი რომ ნუ რა არის ახლა ამით მატრაბაზობა და ისა რომ აი ნახე იმისთვის იყენებ და მეორე შეგვეშინდა რომ ვინ შემოვიდა იმათაც მოუნდებათ ჩვენთან ლაპარაკი და იტყვიან რომ ვერ შემოვედით და ეგ ციფრები არ გქონდა ეხლა 3000 კაცთან ვერ დავრეკავდით ნამდვილად და რაღაც 200 და 300 გაუმკლავდით და ხო და მე მგონია რომ უფრო ამ პასუხისმგებლობამ და იმან რომ აი რაღაც ჩვენიანები ვერ შემოვიდნენ ამან გამოიწვია უფრო ვიდრე იმას რომ რაღაცა ის არ ამგონია რომ რაღაცა ნეგატიური ხარ რამოდენიმესგან ალბათ მოყვებოდა მაგრამ სხვა შორის არ მოყოლია ეხლა რომ დავფიქრდი იმიტომ რომ ამ დარეკვა საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა რა ჯერ სანამ ეს მორჩა ფარტი მე სანამ ამაზე მოვედით მე მივხვდით რამდენი ადამიანი ვერ შემოვიდა მე სანამ ეს განცხადება დავდეთ მე ერთი ორი კვირა ველოდეთ რომ ყველას მოეწერა და მე დავიწყეთ რეკვა და ეს რეკვა ხო რაღაც პერიოდულად მიდიოდა საკმაოდ დიდი თუ განაწყენება იყო აქამდე გამოიწვევდა რამეს რა და მადლობა ჩვენ მაყურებელს რომ ესე იტანენ ჩვენ შეცდომებს და რაღაცა ხო არა მე მგონი ეგ ძალიან ლოიალური მაყურებელი ყავს და თქვენც რასაც უყურებ აი როგორ უყურებთ ანუ ბრენდის განვითარებას იმიტომ რომ რაღაც არის კაცები გადაცემა YouTube-ში და აქ ამის ყურება ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საქართველოში უფასოა YouTube-ზე უყურებ ადამიანი თუმცა იქ რაღაცა რეკლამით ხდება ამის დაბალანსება მეორე არის ეს კაცების ლაივი სადაც ბილეთს ყიდულობს არის ფარტი ასევე აქაც ბილეთს ყიდულობს და კინოც კიდე რა გაიკეთებიათ რაღაცები ხო იყო რაც გააკეთებდა კინო იყო კაცების მე რაღაც ამერიკაში რო წავედით იქაც რაღაც იმის იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი რო დავიწყეთ და 20000 გამომწერი ყავდა ხო ეხლა რამდენი ყავთ ესე ეხლა ყავს 110 მაგრამ ეს ბოლოს როდის შევხედე აღარ მახსოვს თუ უფრო წინ არა ნახავ მე შენ მანამდე მაშინ თქვით რომ თუ რაღაც არ მახსოვს რამდენზე ვიყავით რომ აი 100000-ზე რო ავალთ უნდა კინო გადავიღოთ და ეს 100000 იმდენად შორს მეჩვენებოდა რომ კინოს გადაღებაც მარტივი იქნებოდა და აი 128000 აი ნახე როგორ დავაკნინე ჩვენი 140 ვიტყვი ხოლმე აცხადებდით ხოლმე რომ 100-ზე თუ ავალ არა აი რაღაცა ხო 100-ზე რო ავალთ რა ვქნათ და ვიღაცები წერდნენ არა წერდნენ რომ მოდი ესკენით და კინო იყო ერთ-ერთი ის რომ აი მაშინ რომ კინო იყო და მოდი და რაღაც აი ამ ამერიკის ამბავს მივაბით იმიტომ რომ ნუ მხატვრული კინოს გადაღება წარმოუდგენელია და ცოტა რაღაცა მილიონზე ხო მილიონზე რასაც გინდა გადავიღოთ ოდის
მილიონზე კი ბატონო. და ეს ამ შემთხვევაში ესე იყო. დღესდღეობით რასაც უყურებთ არის რომ განვითარება საჭიროა და ვიფიქრეთ ამ მიმართულებით განვითარება რომ გავაკეთოთ ესეთი იდეა გვაქვს. იდეა რა უკვე განვახორციელეთ რამოდენიმეჯერ კაცები რითრითი. კომპანიებს, რომლებსაც თავიანთი თანამშრომლები სხვადასხვა მიზეზების გამო მიყავთ ხოლმე. ნუ ერთი რომ რაღაცა განტვირთვა, მეორე არის რომ team building-ი, მესამე არის რომ რაღაცა ახალი თანამშრომლები არიან და გავიცნოთ ერთმანეთი, რა ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მიყავთ ხოლმე სადღაც, ან ქალაქ გარეთ გადიან, ან რაღაცა მთელი დღე სადღაც იკრიბებიან, რაღაცა სხვა ფორმატებით შეიძლება იყოს. აქ ხო არ შევთავაზოთ ჩვენი სერვისი, რომ აი რაღაცა შეგვიძლია რომ გართობა, საინტერესო რაღაცის წაკითხვა, ლექციებს, რასაც ეძახიან ხოლმე, გამოცდილების გაზიარება, თამაში და რაღაცა ესეთი ნაწილი მთლიანად ავიღოთ ჩვენ თავზე, იმიტომ რომ რამდენი ესეთ რაღაცასთან მქონია შეხება და მიგვიღია მონაწილეობა ნაწილობრივ, იქ არის ხოლმე რაღაცა ცოტა ეს არის რა, აი მაგალითად რა, ლექციას კითხულობს ვიღაც მოწვეული არის, მე რაღაც გართობაზე სხვა ყავთ ჩამოყვანილი, რაღაც კიდე ვიღაცა არის და ასე შემდეგ რა, და ეს ვიფიქრეთ რომ რაღაც ერთი სერვისი ხო არ შევთავაზოთ. გავაკეთეთ ერთი ავერსთან ერთად უკვე და ძალიან წარმატებული გამოდგა. საქართველოს ბანკთან ერთად გავაკეთეთ ოღონდ ცოტა სხვა სტილის და მხოლოდ ნაწილი იყო ამისი და თბილისში ხდებოდა და ეხლა გვინდა რომ ეს ამბავი დავქოკოთ. და ვისაც უნდა სადნო დაგიკავშირდნენ. თუცად კაცებზე მოგწერეთ ან იქ მითითებული ტელეფონზე დაგვრეკეთ სალომის ნომერია თუ არ ვწდები და მანდ მივხედავთ ადამიანს. ხო, თავიდან ვიფიქრეთ რომ ჩვეულებრივი და ეხაც ვფიქრობთ, არ ვიცი, არა ორგანიზაციებისთვის, ანუ ჩვეულებრივი მსურველებისთვის, აი როგორც ბილეთები რო იყიდება ლაივზე, იქნებ მსურველები არიან, რომ რაღაც კახეთში წამოვიდნენ ჩვენთან და დაუშვათ ლოპოტაზე, იქ გაატარონ ვიკენდი და ეს მათთვისაც იყოს. აი არ ვიცი, ჯერ ვერ ჩამოყალიბდით და ხო, სექტემბრიდან შეიძლება ეგეც ვცადოთ, არ ვიცი რამდენად იმუშავოთ. ცოტა იმას ვფიქრობთ, რომ ესე განსხვავებული ადამიანები ერთ სივრცეში ამდენი ხანი, თუმცა რა ვიცი, ლაივზე სხვა ხალხი მოდის და არავის არ უჩნდება, რომ რაღაცა და ამიტომ აი არ ვიცი, ნახოთ. მაგაზე ეგ ტენდენცია ადრე ხუმრობდი ხოლმე რომ გადაცემის ჩაწერაზე სულ ერთ და იგივე ხალხი და ხო ეგ იყო ხო კი ეხა ლაივზე არ შეიმჩნევა ლაივზე უცნაური იყო ბოლო ლაივებზე გვაქვს ხოლმე გამოკითხვა რომ აბა ვინმე რამდენად არის და რეკორდს მიმაშვებთ ერთი იყო 26 ჯერ ხო და რაღაც აბონემენტი გადავეცით და ჩუსტები ვაჩუქეთ რომ უკვე რომ მოხვალა იქ მოდ იქნება და კი ხო და რაღაც ეგეთი ხუმრობებიც ქონდა და აღმოჩნდა რომ ბოლო სამ ლაივზე და ბოლო ლაივები ეგრე იყო 85-80% იყო პირველად რაც ძალიან კარგია ჩვენთვის რა იმიტომ რომ ეს აი ჩაწერის ამბავი არ არის რომ რაღაცა ერთი ადამიანები დადიან სულ და მარტო იმათთვის. ერთი თემა რაც მაინტერესებს არის წლებთან ერთად როგორ იცვლება თქვენი აუდიტორია, იმიტომ რომ შენ ახსენე და მე იგივე ტენდენციას ბევრ რას მედია პროექტში ვხედავ რა. რომ იმის აი რაც უფრო ეს ახალგაზრდა თაობა რაღაც ასაკში კი არა, ნუ ახალგაზრდობიდანვე ისინიც გემატებათ, ანუ კაცების მაყურებელი რაღაც კი არ ჩუნდება, სულ იზრდება და იზრდება. როდესაც ახალგაზრდების გიერთდებიან. აი თქვენ როგორც კონტენტ კრეატორებს გიწევთ რომ რაღაც აი მათთვის გასაგები არ ვიცი ან მათი ენის ხუმრობები თუ აი მათი თემატური რაღაცები აკეთოთ გადაცემაში თუ ისეთი მოწონხარ როგორიც ხარ. ეცა სპეციალურად არ ვაკეთებთ მაგის გამო, აქ შეიძლება უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი, არ მგონია, მაგრამ ხო, მეც არ ვიცი, არა მაქვს მაგაზე პასუხი, ხა რეფორმა რაც გვაქვს, მანდ კითხვებიც იყო და თუმცა ავტომატურად ის თემები შემოდის, იმიტომ რომ ნიუსების ნაწილი რაც არის და სტუმრებიც რომ მოდიან, ყველანაირი სტუმარი ყავს ხოლმე რა, შეიძლება იუთუბერი იყოს, თინეიჯერი ჩვენი სტუმარი და შეიძლება რაღაცა პირიქით ტელევიზიიდან იყოს ვიღაცა ჩვენ ხელან ჩვენზე უფრო უფროსი. და ნიუსების ნაწილშიც გინდა არ გინდა ახალი თემატიკა სულ შემოდის რა, რაც ახალია. შეიძლება ეგავსებს იმას. ხო და ახალი მაყურებელი რო გვემატება, ეგ ძალიან გვახარებს, გვაკვირვებს და გვახარებს და სასიამოვნოა, იმიტომ რომ აი რაღაცა ჩემი შვილის მეგობრები რო ვიცი რომ იციან გადაცემა და უყურებ და ვიღაცებზე რომ თხოვა რომ იქნებ ბილეთები მომცე იმ ლაივზე, ანუ ესე იგი კარგი ისეთი მაყურებელია რომ აქ უნდა მოსვლა და ბილეთების ვერ შემოდის გამო ვერ მოხდა და ეგ ძალიან მაგარია რა, ძალიან მიხარია. რადგან აი რაღაცა მე მინდა რომ კაცების მთელი ეს არ ვიცი ბრენდი ცალკეულწილად ბიზნესაც წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ რაღაც ერთის ხრივ ეს არის თქვენი სამსახურიც, ბიზნესიც, ამას უკავშირებს თქვენ ფიქრებს. მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან კაცების კონკურენტი ვინ არის? აი ფორმატს თუ არსებობს. მე მგონი YouTube-ზე არ არის რა, ტელევიზიებში მსგავსი რაღაც აი ნიუსები რომ მიდიოდეს სტუმარი რო ყავდეს ეს night show-ები რაც არის, კი შენ არ ჩუნდა, ოღონდ ავიც კონკურენტებად ვერ აღვიქვა, იმიტომ რომ სულ სხვა ამოცანას ემსახურებიან ისინი რა, ყველა არხზე ეს არის რაღაცა პოლიტიკური ამოცანა უფრო აქვს.
ვიდრე ის ამოცანა რომ რაღაცა ხალხი ახალისოს ოღონდ პოლიტიკაზე. ანუ რაღაც ცალკე ეგეთ ფორმატებში ტელევიზიებში დღეს ცალკე ხუმრობას რომ ამე კავშირში პოლიტიკასთან იყოს შეიძლება ვერ შეხვდე. აი რომ თავიდან ბოლომდე რომ უყურო სტუმრის ნაწილი. ეს ყველგან ეს ჩანს და ამიტომ არ აღვიქვა მაგას პირდაპირ YouTube-ზე აი ყველაფერი რაც გართობასთან არის კავშირში არ არის თქვენი არა ის კონკურენტი რომ რაღაც წილი წაგართოთ, მაგრამ იმასაც კი არის ეხლა რა თქმა უნდა რა, ეხლა იუმორის ამბავში საეჭო არის მაგალითად, რომელიც ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს და ძალიან კარგია და ძალიან სახალისოა ხანდახან რომ უყურებ, აი გულიანად ვიცინი ხოლმე ხანდახან. ოქტოპუსა აქვს, აი კავენის სტილის კითხვა-პასუხი აქვს ხოლმე დარბაზთან და უბრალოდ კითხვებს სვავს წამყვანი და ეს პასუხობენ გუნდებად. რაღაც აი ეს ელემენტები კი არის. იუმორი და გართობა ცალ-ცალკე. აი მე ვფიქრობ თუ გასართობა და entertainment-ს თუ უყურებ შეიძლება ფრენკები არ ვიცი ეგეთები არის, მაგრამ ნუ სტილი უნდა მოგწონდეს ის რა. გასართობია პრინციპში სამოგზაურობის კონტენტიც გასართობია. ხო, აი მაგას კი. რაღაცნაირად არ არის YouTube-ზე ჯერჯერობით არ არის ეს კონკურენცია ესე. ანუ წართმევა, მაყურებლის წართმევა არ არის. კონკურენცია შეიძლება არის გამომწერებში და ნახვებში, მაგრამ ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული და არა ის რომ ანუ შენ თუ ვიღაცას მოსწონხარ და გიყურებს, თუ სხვა მოეწონა, ეს არნიშნავს რომ შენ მიგაგდებს და იქით გადავა. ტელევიზიაში ეგრე იყო, იმიტომ რომ უნდა გადაგერთო. და აქ ნუ შენ შაბათს გნახავს და იმას კვირას რა და ჯერ იმდენიც არ არის რომ რაღაცას ხო, იმდენიც არ არის რომ ვიღაცაზე უარი თქვას და ნუ თუ ამ არა კონკურენციაში, უბრალოდ დაბალ კონკურენციაში თუ ისე მოიხეცი რომ შენზე უარი თქვეს, ეგ ახლა შენი პრობლემა. იცი რა არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში მე თქვენ აი როდიდან ტელევიზიაში კი მუშაობდით, მაგრამ ყოველთვის რაღაცა თქვენი ორგანიზაციით იყავით ამ ტელევიზიაში. ან თანამშრომელი დიდი ხანი არ ყოფილიყავით. ეს არჩევანი როდის გააკეთეთ? იცი როგორ არის თავიდანვე ყველა პროექტი რაც დავიწყეთ და ტელევიზიაში პირველი პროექტი რაც იყო ესე გუნდური იყო ჩვენი ეზო. მე და გია ჭანტურია ვაკეთებდით, მულტფილმი იყო, ანიმაცია 3D. ითხოვდა ავტონომიას, იმიტომ რომ ეს რაღაცა გრაფიკოსები, ეს კომპიუტერები, ეს სცენარისტები, რომლებიც კონკრეტულად ამაზე მუშაობენ და არ არიან იმ საერთო ორგანიზმის ნაწილი, ვერც იქნებიან ფიზიკურად, იმიტომ რომ ნუ დრო და ის არ ყოფნის ტელევიზიის. და ამიტომ ყოველთვის ტელევიზიაში მანდედან დაწყებული რაც ვიყავით, ყოველთვის რაღაცა ავტონომია გქონდა, ცალკე ვიყავით და მუშაობდით, სართულით ცალკე გქონდა, გამოყოფილით და რაღაც არ ვირეოდით ამასთან. და მე ნელ-ნელა მივედით იქამდე რომ თავიდან თანამშრომლები ვიყავით, მაგრამ მაინც ავტონომია ჰქონდა, იმდენად ავტონომია რომ ცალკე ბიუჯეტს ჩვენ განვაგებდით, ანუ ჩვენზე იყო ან ტელევიზია არ წყვიტავდა, ვინთვის რაღაც პრემია გამოეწერა, ვიზეთვის შენიშვნა მიეცა და ასე შემდეგ რა, ესეც ჩვენი ნაწილი იყო და ნუ მე საერთოდ იურიდიულადაც გამოვეყავით რა. ნელ-ნელა მოხდა, ანუ იდეაში იმ სტილიდან გამომდინარე რომ ჩვენ რაღაც დიდები ვიყავით და იმ ორგანიზმში ვერ გავერეოდით ტელევიზიის ავტონომიურად რადგან დავიწყეთ ფიზიკურად, მე იურიდიულადაც ესე გადავერთეთ და იმედშიც იგივე ფორმულა იყო რა, იმედის თანამშრომლები კი ვიყავით იმ იურიდიულად, მაგრამ ჩვენ ნაწილს ვერ არავინ არ განაგებდა რა, ანუ ჩვენ განვაგებდით თლიანად რა, დაწყებული ბიუჯეტიდან, დამთავრებული გრაფიკით, არა უშავს, დამთავრებული გრაფიკით და ყველაფერით. და იცი რატომ მაინტერესებს ეგ რომ შენ ახსენე ძალიან საინტერესო ამბავი შუა ქალაქზე რომ იმედში გადასვლის დროს თქვენ როგორც შემოქმედები თქვენ გარდა იმისა რომ საზოგადოება ამ შემთხვევაში მეორე კერძო კომპანია მიიჩნევს რომ თქვენ ძალიან მაგრები ხართ რაღაც ღამის შოუს გაკეთებაში შენ როგორც შემოქმედებით ადამიანს შენი რაღაც ახალი მიმართულებაში გინდა გამოსცადო შენი თავი და ეს იყო შუა ქალაქი თუ გახსოვს გარდა იმისა რომ აი ფრენდსით იყავი დაინტერესებული კიდე რას გძნობდი რატო იყო იმ დროს ეს ფორმატი რომელიც გაამართლებდა იმიტომ რომ არ ამგონია რომ მარტო იმას გძნობდე კრეატორი რომ უბრალოდ კარგად გამოგივა მეორე რამდენად ამას მაყურებელი ხო მაგ შემთხვევაში მიიღებს რა გაძლევდა ამის ნიშნებს რომ მოგვიყვე აი შუა ქალაქის დაბადების ისტორია და შემდეგ უკვე მაინტერესებს უფრო მეტი დეტალი, იმიტომ რომ ეს სერიალი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღემდე ცოცხალია და დღემდე სულ გადის, ანუ უწყვეტად და მანდაც იგივე არის ემატება ახალი თაობა, რომელიც ძალიან გასაკვირი იყო თავიდან და მე რაღაცნაირად ამოვხსენი. უბრალოდ მგონია რომ ამოვხსენი, მაგრამ შეიძლება გითხარი როგორ იწყება შუა ქალაქის ამბავი. შუა ქალაქის ამბავი იწყება აი მანდედან, როცა წამოვედით რუსთავი 2-დან და აი ზუსტად ეგ რო ღამის შოუ გააკეთეთ და არა შუა ქალაქს გავაკეთებთ. მე მგონია რომ ნაბიჯ მივედით იქ და ეს არის ეპოქა, როცა სერიალები ძალიან პოპულარული ხდება, ნელ-ნელა რა. ეხლა ხო სერიალების სამყაროში ვცხოვრობთ რა ყველაზე უამრავი პლატფორმა გაკეთდა საძონო მაშინ ამდენი სერიალი არ იყო, მაგრამ სერიალები პოპულარული ხდებოდა ნელ-ნელა. ფრენცი დამთავრებულია და ახალი ეპოქა იწყება, რაღაცა ბევრი ფული შემოდის სერიალების
სოლიდური ხდება. საქართველოში არა ამ პერიოდში და ნუ რაღაც მე ვიყავი დღესაც ვარ ფრენცის აი რაღაც მომენტში ამერიკაში ვინც ყოფილა მიხვდება რასაც ვიძახი რა რომელიღაც არხზე ყოველთვის აი ტელე რო ჩამოუყვე რომელიღაც არხზე ყოველთვის გადის რომელიღაც ეპიზოდი და აი რაღაცა ფილმებს და სერიალებს ახასიათებს რომ ზომბირდები და მიაშტერდები და ვერ წყდები ხო აი რაღაცა აი ესეთი არის ჩემთვის რა რაღაც გადის და მიუყვები და მე მეშვიდე ჯერ მაქვს ნანახი და ნუ რა უქნა და სულ მინდოდა რომ მოდი რაღაცა ქართული ეგეთი რო გავაკეთოთ. მე მგონი რომ ესეც ციდან არ მოვიდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით მანდამდე რა, იმიტომ რომ ღამის შოუს რო ვაკეთებდით სცენარს წერდით, კავენებს რო ვაკეთებდით სცენარს წერდით, მერე შაბათ შოუების კეთება დავიწყოთ სცენარს წერდით და მონაწილეობდით და რაღაცა ევოლუცია ითხოვს რომ მოდი ახლა აბა დავწეროთ და ვათამაშოთ პროფესიონალები და სერიალის ფორმა მივცეთ. ეს ადვილი იყო, აი პროფესიონალ არ იყო ძნელი თავიდან რა კარგი იყო რომ მოვახერხეთ აი გოგიჩას ლექტორები დაგვეხმარნენ რომ დაგვაკავშირეს ადამიანებს რომელთაც ჩავედით და ბევრი რაღაცა გვირჩიეს და გვასწავლეს. თავიდან როცა მაშინ არ ვიცოდეთ ეს პერსონაჟის გაკეთება, იმიტომ რომ ნუ კავენს რო თამაშობ, შენ თავზე აკეთებ და შენ ხარ პერსონაჟი და შენ თავს კარგად იცნობ და ხვდები როგორ ხუმრობას იტყვი და ისეც იფიქრებ. და ამ შემთხვევაში პერსონაჟს ქმნი და ის პერსონაჟი როგორ ხუმრობებს იტყო და ამასაც ჩამოწერ. და ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ხანდახან კარგ ხუმრობას მოიფიქრებ და გენანება. და ამ დროს მე და ყველა იმას შევებოდით რომ არა, ამას ირაკლი არ იტყოდა. არ არსებობს რა ანა ამას დათო არ იტყოდა და ნუ რაღაც პერიოდის მერე გიმუშავდება ეს და მე უკვე იმ უფრო რთული იყო სანამ სერიალი აგორდებოდა, იმიტომ რომ ჩვენც ამ პერსონაჟებს ვსწავლობდით ამ მსახიობებს ხო არ ვიცნობდით და ვინ იყვნენ და რო აგორდა და მე ამათი ენით რო დავიწყეთ ფიქრი, მე ადვილი იყო რა უკვე მე ისე გვაქვს და ამას წინათ ვიღაც შემხვდა და რაშვებით როგორ ახართ და მისო პერსონაჟებად დაუძახე მაიკოსაც მარიკა და ემასაც და დათოსაც გოგა და თუ პირიქით გოგასაც დათო ხო და ნუ იმდენად ის არის რა ჩამჯდარი არის ეს როგორ აკეთებთ პერსონაჟს ჯერ წინასწარ თავიდან დავიწყეთ მოფიქრება პერსონაჟები ვინ არიან და ვიზია იქ რუმეითები არიან ფრენჩი და ჩვენთან ახლა რუმეითის ინსტიტუტი არ არსებობდა და მეზობლები ძალიან შინაურულია ქართველებისთვის და რაღაც პერსონაჟები იქიდან გადმოვიტანეთ და წერ ზუსტად ასეთი ტიპი კი წერ ფიქრობ დიდი ხანი რა ანუ აი რაღაც გუნდური ფიქრი მიდის რომ ესეთი რო იყოს ვა ეგენი ამას მოგწევს ეს რო ქონეს აუ ეგ ძალიან გაუბრალოვებს და სულ ისეთი სასაცილო კი არ იქნება საერთოდ ეგეწოდება და აი რაღაცაზე უარს ამბობ რაღაცაზე იძახი რო უირაკაია მე სხვა ვერსია სიტყვის და ესე ნელ-ნელა ტიპაშს როგორც მხატვრულ პერსონაჟს ისე ქმნი რა და მე აკეთებ კასტინგს ანუ მე თურსელზე დაწერილზე ნაფიქრალს მე ეძებ კი ოღონდ მაინც გადაკეთება მე გიწევს რა ჩვენ ქვეყანაში ცოტა რთულია ანუ მაგდენი არჩევანი არ აქვს რა ფიზიკურად მაგდენი მსახიობი არ არსებობს რა რომ ამ ესე კარგად ყველაფერი მოირგოს და მე უბრალოდ ადამიანზე ავსებ რა იმიტომ რომ მაგალითად დებიღლონტების იდეა ხა მოსმენილი გექნება ბევრგან ალბათ და მაყურებელსაც რომ საერთოდ არ არსებობდა რა იმიტომ რომ ცდილობდით რომ ფრენცის ანალოგი გაგვეკეთებინა მაგრამ იმდენად ქართული და ქართული მეზობელი ქართველი მეზობლები იყვნენ ეს დებიღლონტები რომ რატომაც არა რა ანუ მე რაღაც ვიღაც პერსონაჟი უფრო გაგვიჭირდა იქ როგორიც არის რეიჩელი მაგალითად რა მისი რაღაცა ტიპაჟები ძალიან ამერიკულებია რა და საქართველოში უფრო გაგვიჭირდა და დებიღლონტები ხა იქ საერთოდ არ არის მაგრამ ნუ ლიწინით მიდიოდა იმიტომ რომ ყველასთვის ძალიან შინაური იყო რა ერთი დებიღლონტები სამეზობლოში ყველგან არიან შეიძლება ასაკიან ქალში იყოს ეს დებიღლონტები შეიძლება მართლა დები იყვნენ მაგრამ ნუ ეგეთი მეზობელი არ არსებობს რო არ იყოს რა როგორ ფიქრობ რატომ არის დღემდე აქტუალური ეს სერიალი ხო, აი ეგ იყო კითხვა, რომელიც მიკვირდა რა. თავიდან იყო რომ თავიდან ეს გამეორებები ხო არ გათავდა. ხო და თავიდან როცა მეორდებოდა, ვიფიქრე რომ იცი რა, აი ჩვენ ვინც უყურებდით ამას, ვინც პატარები იყვნენ და უყურებდნენ ბავშვობაში, იმათთვის ის არის რა. ეხლა მე რო იმერულესკიზებს უყურებდა ბავშვობა მახსენდება და მომწონს და მიხარია, ეგ ფენომენია თქო, მაგრამ მე უკვე იმ გამეორებებზე რო გადავიდა რომ ისეთი ასაკის ბავშვები უყურებდნენ რომ მაშინ დაბადებულები არ იყვნენ. ან ძალიან პატარები იყვნენ, ეხლა 3 წლის ბავშვს არ არსებობს რომ რაღაცა ნოსტალგია კონდეს იმისი რაც მაშინ გადიოდა. მე დავიწყე ფიქრი რომ და მივედი ესეთ რაღაცამდე ისე ფრენცთან პარალელში რა, რატომ მომწონს ფრენცი და მე ვფიქრობ რომ კეთილია. ანუ იმდენად კეთილია და ეს მეგობრები და მეზობლები იმდენად კეთილები არიან და იმდენად კარგი გარემო აქვს და ეს რაც ძალიან გვაკლია დღეს მით უმეტეს რა ეს რაღაცა სილაღეს იკეთე რაღაცის ნათქვამის უკან სიბოროტის არძებნა და ასე შემდეგ რომ ალბათ ეგ არის რა აი ჩემი თავიდან შეიძლება ვწდები მაგრამ ჩემი თავიდან გამომდინარე იყო რომ ფრენდს როცა უყურებდი მინდოდა რომ ამათ სამეგობროში ვყოფილე ნეტა ნიუ-იორკში ვცხოვრობდი ამ დროს და მეც თუნდაც სხვა მეზობელი მაგრამ აი ამათთან ახლო ვიყო და ამ სამეგობროს ნაწილი ვიყო და ალბათ ეგ აკეთებს შუა ქალაქსაც რომ ნახე რა კი იქ თავისი რაღაცები ცოტა რაღაცა ესე რაღაცა რომ ჩაშალო მე ერთი პერიოდი იყო ვიღაცებმა დაიწყეს ამის ჩაშლა რაღაცა ფსიქოლოგებმა იმათმა და რომ ჩაშალო ეხლა ზოგ ბოროტები გამოდიან უზრდელები გამოდიან ხა ვიღაც მეზობელთან სახშირად შედიხარ და უკითხავთ რომ რაღაცას იღებ და გადიხარ რბილად რომ თქვა უზრდელობაა მაგრამ ეს ხო სხვა კონტექსტში ხდება და იმდენად ხალისიანად ხდება რომ რაღაცა მეზობლო შეიძლება იყოს კიდევაც როცა შინაურები ვართ ყველანი რა და აი ეგ გინდა რომ იყოს და მაგის ნაწილი გინდა რომ იყო ალბათ და მაგითო უყურებენ რა ჩემი აზრით ერთი შენგან ნათქვამი ასე მახსოვს რომ ძალიან დიდმა წარმატებამო ამ
სერიალის ძალიან დიდმა წარმატებამ მსახიობებს და სცენარისტებს мотивация დაუკარგა. კი, ჩემ თავზე ვიტყვი პირველ რიგში რა, ეხლა სხვა ზერო ვთქვა, რომ დავიღალე რა, ჯერ ესეც რთული იყო, მერე გბეზდება რა, აი რაღაც მომენტში გბეზდება. მაგაზე მერე რაღაც ბევრი რაღაც წავიკითხე და ესე დიდ სერიალებში, აი რა გაუთავებელი სერიალები რომლებია, გრეის ანატომია მაგალითად რაღაცა და შუა ქალაქის მაგ იმიდან არის რა. ცვლიან ჯგუფს სცენარისტების. კი, ცდილობენ რომ ცოტა ისე გადავიდნენ რომ არ დაეტყოს რომ სხვაები წერენ და სტილი შეიცვალოს, ამიტომ რაღაცა head სტოვებენ რომელიც გააკონტროლებს სტილს, ხუმრობებს, მაგრამ ესე აკეთებენ ხო. ნუ ჩვენ მაგის ფუფუნება არ გქონდა და ნუ აი გადავიღალე, ბოს აღარ მინდოდა რა, მე მეზიზღებოდა ამის წერა, აი აღარ შემეძლო რომ აი რა ჩემოდის ირაკლი, დიდი დღეა, დიდი და აი აღარ მინდა რა, და სახში დავრჩები და და მაშინ იყო რომ გადავწყვიტე რომ მეთქი მე ვეღარ გავქაჩავ რა, რაღაც მე-4 სეზონი იყო თუ არ ვწდები და მე რაღაცა მოდი ახალი გავაკეთოთ, რაღაც მოთხოვნაც იყო ტელევიზიისგან, რომ 3 გააკეთეთ შუა ქალაქი და აუ მეთქი 3 კი არა, მოდი რამე სხვა გავაკეთოთ და მანდ იყო რომ გოგონა გარეუბნიდან დავიწყეთ და სულ სხვა მოედანი იყო, სულ სხვა სტილის სცენარი, სულ სხვა ამბავი და გადაღებაც სულ სხვანაირი ხო სინგლ კამერა არის უკვე და მანდ გადავერთე მე და ყველას ეგჭირდა რა, იცი რა, მე გინდა არ გინდა ციკლები, მე კი შტამპავ, ერთნაირ ხო არ არსებობს რა ადამიანს რაღაცნაირად რუტინაში. იმ მომენტში არ იყო რამე შანსი რომ უბრალოდ ისე გაგეყიდათ როგორც ხო ვიღაცას გაეგრძელებინა. თუ ვერა ვცადეთ, ანუ ძალიან დიდი ხანი ვეძებდით სცენარისტებს, რომლებიც ჩაგვანაცვლებდნენ, ჯერ დავიმატებდით, იმიტომ რომ სულ თავიდან წერდით 4. ნუ 3 ძირითადად, მაგრამ 4 ვიყავით. კოხი, რეჟისორი ვინც იყო, იკო, ჯანელა და მე. ანუ ეს ადამიანები წერდა და მე თავიდან ახლა აი ეს პერსონაჟების შექმნაზე და იმაზე ერთად ვაკეთებთ ამას და მე რო დაიწყო რეალური გადაღება 3 დღე ანუ კვირის დღეებიდან 3 თუ 4 დღე კოხი იყო დადგმაზე. და ჩაწერაზე და როგორც რეჟისორი მის ფუნქცია იყო და დავრჩით 3 რა და ნუ ფიზიკურად არ ყოფნი და ჩვენი ძალა და დავიწყეთ ზებნა რაღაც ღამეების თენება და კვირასაც მუშაობდით და ნუ რაღაც პერიოდი გაკაჩავდა მე ხე იწვევი და დავიწყეთ ზებნა ნელ-ნელა რთულად, მაგრამ ნელ-ნელა მაშინ არც იყო ამდენი საშუალება რომ ადვილად მოგეძებნა ადამიანები და ისევ ჩვენ წრეში კავენშიკებში და იმებში ვეძებდით. ეხლა ბევრად მეტი საშუალება ხო სოციალურ ქსელში შეიძლება ისეთ ნიჭიერი ადამიანი პოსტები და იმით იპოვო რომ მე რა იტევეთ 11-ზე ეგრე გავაკეთეთ და ძალიან ბევრი ნიჭიერი და ისეთი ადამიანი საერთოდ ამ სფეროსთან რო არ გაუვლიათ ვიპოვეთ და დღესაც წარმატებული ადამიანები არიან ამ სფეროშიც და სხვაგანაც. ხო, ისე როგორც ხვდები, ანუ ამ იმდენად შემოქმედებით პროცესში იყავით, რომ ყველგან სადაც მიდიოდი, სულ ამაზე ფიქრობდი სცენარი. აი ყოფილა რომ ღამე გამიღვიძია და ხუმრობა ჩამიწერია რა. ანუ ხო იცი როგორ სულ რო ფიქრობ, მე გინარ გინარ. მან რთული რა იყო, ხუმრობები უფრო რთული მასობით თუ აი ეს აუტლაინი რა ანუ ძირითადად რა სერიალს აკეთებს, ხუმრობა ყველაფერს თავის წილი აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს აუტლაინი რა ხდება, რომ ეს ასაცილო ამბავი. აი რაღაცაც ბაჩო რო ეჭედება აბაზანაში. ხო აი ხარ ერთი სეზონი რო იძახი რომ სუქანი ხარ და ლოკო ხარ და უკვე ეს რო ის არის, უკვე ხვდები რომ ბაკუჩო რა. აი ამ ერთი წინადადებით რომ ბაჩო ეჭედება აბაზანაში, უკვე ხვდები რომ უამრავი სასაცილო რამე მოხდება და ეგ არის წარმატებული აუტლაინი რა და აი მაგის მოფიქრება ხანდახან ესე ხდება და ხანდახან აი რა ვიცი 3-4 დღეს ხარჯავ და პირველი რაც გვასწავლეს იყო რომ თავარია რომ ეგ მოიფიქროთო რა, აი ხუმრობა ცალკე არაფერი არ არის, ჯობია ეგ შინაარსი, აი ეგ ამბავი იყოს სასაცილო და შიგნით არც ისე სასაცილო ხუმრობები იყოს, ბევრად მაგარი სერია გამოვა, ვიდრე ძალიან სასაცილო ხუმრობები და ამბავი არაფერი რა. ამიტომ ყოველთვის ჭირდა ხოლმე ბარში რა სიტუაციაც ბარი იყო ისეთი რა საინფორმაციო მოედანი სადაც ხდებოდა ისა რა რომ აი რაღაც გავარკვევდით თურმე რა უნდა მოხდეს სერიაში და მაგის წერა ყოველთვის რაღაცნაირად ცოტა რთული იყო იმიტომ რომ ძირითადად რაღაც ინფორმაციის და ხუმრობების სროლა იყო და ესეთი არაფერი არ ხდებოდა. შემდეგი თემა რაზეც მინდა ირაკლი ვისაუბროთ არის შემოქმედებითი ადამიანების მენეჯმენტი. შენ ახსენე TV11-ში 100 ადამიანი, ეხა კაცებში, მაგრამ მთელი ცხოვრება მათ შორის მანსანკანის დროდან იყავი ლიდერი და შემოქმედებითი ადამიანების მენეჯმენტი გიწევდა გარკვეულწილად. მაინტერესებს რა ისწავლე ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ არ ამგონია მარტივი იყოს ასეთ სფეროში ხალხის აყვანა, გაშვება მეგობრისთვის თან ძალიან მალე მეგობრდები და მე რეუნები რომ შენი ეს ხუმრობა არ მომწონს დავიცოდოთ, მარტივი ამბავი არ მგონია და ეგ ყველა მენეჯერს უჭირს რა ჩვეულებრივ პირობებში, არა თუ შემოქმედებით ნაწილში. როგორ ხდება შემოქმედებითი ადამიანების მენეჯმენტი? შენ რა ისწავლე ამ წლების განმავლობაში? ნუ არ პირველ რიგში რაც არის რომ არ გამოდის რომ იუფროსო. აი კლასიკური მე დირექტორი ვარ და შემოვედი და ეხა თქვენ ეს ხუმრობა ამაზე მოიფიქრეთ მე წავალ და მოვალ და მოფიქრებული იყოს ესე არ გამოდის იმიტომ რომ თუ ეს და ნებისმიერ გინდა გადაიღე გინდა თუ არ აენთე შენ და არ აენთო ისიც იმიტომ რომ შემოქმედებითობა არის რომ შიგნიდან ეს თუ არა გაქვს რაღაცა თუ არ გინთია და ეს ნაპერწკალი თუ არ არის თვითონ პროდუქტს ეტყობა აი რაღაცა უამრავი აი მაგალითი რაზე ვთქვა ფილმი უამრავი გინახავს ალბათ სადაც სუპერ ვარსკვლავები თამაშობენ რაღაცა განსაკუთრებით სიყვარულის დღეს იღებენ ხოლმე ან ახალ წელს ეგეთ ფილმებს სადაც ბევრი ვარსკვლავი მონაწილეობს და აი ვერც გაიხსენებ ეხა სახელი რო თქვა იტყვი ის არის ის რო თამაშობს რაღაცნაირად და ანუ ეტყობა რომ კომერციული პროექტია რა აი კომერციულად ვიღაცამ დაავალა რომ ეხლა ამაზე გავაკეთოთ ეს და ეს იმუშავებს და თუ გინდა რომ იმუშაოს ისე რომ აი რაღაცა ის ნაპერწკალი შექმნა მაშინ უნდა მათთან ერთად მოიხარშო და მათთან ერთად აენთო და შენც
გახდე ანუ ერთად იყოთ რა ანუ შენც უნდა თქვა ხუმრობა და შენზეც უნდა იხუმრონ თუ ხუმრობაზე დავცინით ერთმანეთს საერთოდ არ დავცინით ანუ ეგ არ არის თუ ვიცინით და დავცინით სხვადასხვა საერთოდ ამ სფეროში ხუმრობას რომ მოიფიქრებ არ შეიძლება არავის დაცინვა იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ვისაც რამე გაუკეთებია ამ სფეროში და ცუდი ხუმრობა არ მოუფიქრები აი არ არსებობს ამიტომ თუ ვიცინით ყველანი ცუდ ხუმრობებზე ვიცინით ჩემსაც და ყველაზე ერთნაირად თუ არა მაშინ არ ვაკეთებთ ამას რა ამ სფეროში როცა ხარ პოზიციურად თქვა ზემოთ არ შეიძლება რომ იხუმრო ქვემდგომზე იმიტომ რომ მაინც იძაბება და მაინც რაღაცნაირად უფროსმა შენიშვნა ხო არ მითხრა ამ ფორმით ამიტომ თუ რაღაცა გინდა რომ იხუმრო ან შენ პოზიციაზე უნდა იხუმრო ან შენ თავზე ყველაზე კარგია რა საერთოდ ეს ძალიან გვიჭირს ქართველებს მაგრამ ყველაზე კარგი არის თვითკრიტიკა და საკუთარ თავზე იუმორი რა ეგ ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია თუნდაც სხვების ხუმრობები თუ არ მოგწონს იმისგან თავის ასაცილებლად და თავის დასამკვიდრებლადაც აგრეთვე რა სულ უნდა შეუქმნა სიახლე რაღაცა იმიტომ რომ ძალიან მალე გადადის რუტინაში რა ძალიან ძნელია რა twins ანუ ვიღაც ადამიანს რომელსაც ახლა არაფერი ის არ მაქვს საწინააღმდეგო მაგრამ ვიღაც ადამიანი თუ რაღაცას დაუშვათ ერთი ადგილიდან გადადებს მეორეზე არ მობილურს აწყობს და кейსებს უკეთებს ან რაღაცა ეგეც აკეთებს ამ სამსახურზე შეიძლება რომ ეს кейსებს მაინც გააკეთებს რა იმიტომ რომ არ ჭირდება twins მუშაობა უფრო მექანიკური ტიპი არის რა და twins უნდა რაღაცამ აიძულოს რომ კარგი ხუმრობები და მოიფიქროს და თუ კარგ ხასიათზე არ არის ვერ იზავს ამას ამიტომ ეს კარგი ხასიათი შენ უნდა შექმნა რა ამიტომ იძულებული ხარ რომ ხან სიახლე გააკეთო ხან განტვირთვა იყოს ხან რაღაცა გააკეთოს ან რთული ხალხი ვართ შემოქმედებითი ხალხი საერთოდ და შესაბამისად მათი მართვაც ესეთია ანუ მათთან ერთად უნდა აკეთო ყველაფერი ეს ან ისეთი ვიღაცა უნდა ყავდეს იმ პოზიციაზე რომელიც ამას ჩაბარებული რომ ის უნდა იყოს მათიანი სხვანაირად დავალებით ეს ამბავი არ გეხდება რა და დამშვიდობებები აი სამსახურიდან როცა უშვებდი თუნდაც აუ ძალიან რთულია რა ძალიან რთულია ვიცი რა როცა დიდი ორგანიზაცია გავხდით და აი შენ რაღაც 200 კაცამდე ვიყავით და ასე შემდეგ რაღაცა არც ის რთული იყო იმიტომ რომ ვიღაცებს არც ვიცნობდი და ნუ ჩვეულებრივი რთულია მაგრამ ეგეთი რთული არა მაგრამ აი როცა რაღაცა შენ ახლობელს ეუბნები რომ იცი რა ეს არ ვარგოდა და ჩავარდა და შენი პროექტი უნდა დავხუროთ ნუ რთულია რა მაგრამ მეორე მხრივ მან ვისწავლე როგორ უნდა ჩემი თავი გავამაგრო ამას რადგან ეუბნები ამას დანარჩენი პროექტები რო გადარჩეს სადაც აგრეთვე შენი მეგობრები არიან ამის გამო ეუბნები და ანუ ამითი ამყარებ შენ გადაწყვეტილებას რომ მაშინ ყველანი უნდა წავიდეთ და 10 კაცთან მოგვიწევს ამის ლაპარაკი და ჯობია ერთს ველაპარაკო და კაცების შემთხვევაზე რა სიტყვად იმიტომ რომ აქაც გარკვეულწილად რაღაცა ამდენი წელია ერთად მოდიხართ როგორ ფიქრობ რა უწყობს ხელს რომ ესე ლოიალურად ერთად მუშაობთ და არ გქონიათ შეიძლება გქონიათ კიდევაც რაღაცა ქონია რა თქმა უნდა ფირტულებიც ქონია რაღაცა პატარა კონფლიქტებიც ქონია არ არსებობს ახლა ამდენი ხანი ოჯახში არის და და რაზე ჩხუბობთ ხოლმე რავი რაღაცა ხანდახან დისციპლინაზე გვიჩხუბია რა თქმა უნდა გვიჩხუბია იმაზე რომ რაღაც ისეთი ყურადღება არ მივაქცია და ჩავარდა რაღაცა და აი იმის ბრალია რომ არ გავაკეთეთ და ნუ აი შენ ნუ აღარ უნდა ჩაეძიო თორე არ თავდება ეგ აი ახლა რაც გვაქვს ცოტა რეფორმა გვაქვს მაგაზე რომ რაღაცნაირად დავლაგდეთ ისე რომ აი რადგან ამდენი პროექტი გაჩნდა და ამდენი რაღაცით წავედით წინ რომ გავიყოთ კონდეს რაღაცა დრო როცა შევიკრიბებით და ვილაპარაკეთ სადა ვართ რა ვართ და რომელ ნაწილში სად ვართ მაგრამ აი რაღაც მე დაუშვათ თუ ჩამბარდა რიტრიტი ეს ახალი პროექტი არ ჩამბარებია მაგრამ თუ ჩამბარდა მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი და უკვე აქამდე თუ ძალიან კარგია რა თქმა უნდა ყველაფერს ათანხმებ და 4-ვენი და არა მარტო 4-ვენი დანარჩენებიც ვახოთ სალომეც და ჯაფარაც მონაწილეობენ ერთად წვიტავთ რა გავაკეთოთ, მაგრამ ნუ დროს მოითხოვს და იმდენად იწელება, რომ როცა ბევრ პროექტს აკეთებ, ხმარტო კაცები რო იყო, ვაკეთებდით მაგას, ბევრი პროექტი რო იყო, ვეღარ ასწრებ მაგას რა, ვიღაცა არ არის მოიცა შემოვანახავს, დავქოლო, არა, ეგზაში ვარ და ეხა მივალ და მერე და ნუ არ გამოდის რა და ამიტომ ეხა გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ნაწილი გავყოთ. აი მაგალითად, სტუმრები სულ ჩაბარდა ლაპაცეს ბოლოს რა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანთან დამრეკავია და ნებისმიერ ადამიანთან ლაპარაკის გამბმელი და სხვა შორის ძალიან მაგრა არტყმებს თავს. მის დისციპლინაზე არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ამ ნაწილს და ესე რა ვისაც რა რომ გავიყოთ და კი რაღაცა ისეთი მომენტი თუ არის რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ქვეყანაში, ვისაც საერთოდ ჩავწეროთ ეს გადაცემა, არ ჩავწეროთ, ის სტუმარი მოვიყვანოთ, არ მოვიყვანოთ, რაღაცნაირად კრიზისია, ამ დროს ჩავერთვებით, მაგრამ ძირითადად დავიყოთ და ესე გავაკეთოთ რა და ჯერჯერობით კარგად მიდის და ესეთი რუბრიკა გვაქვს საქართველოს ბანკთან ერთად, არ გაჩერდე ქვია და შენ ხარ ამის მაგალითი, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა დავიწყეთ ახლა კაცებზეც, დავიწყეთ უამრავ სხვა პროექტზე, როდესაც ხან უარი იყო, ხან ის არხი არ გამოვიდა, რაც გინდოდათ და ჩაფიქრებული გქონდათ და არ გაჩერდი და რა არის თავარი ძალა, რაც გაძლევს ამ არ გაჩერების სტიმულს? მე საერთოდ მიჭირს რაღაცაზე მოკლედ აი კარგი მაგალითია დასასვენებლად რომ მიდიან
თურქეთში. ბევრი ქვეყანა აქვს, მაგრამ ეს ჩვენ საქართველოსთვის ის არის რა, სადაც ყველაფერი შედის, ხო იცი, წამოწვევი, საჭმელს მოგიტანენ, თუ ჩაგეძინა წაგიღებენ და დაგაძინებენ, გეტყვიან ახლა აქ ექსკურსია წავიდეთ, ანუ ეს დასვენება არ მიყვარს. პასიურ დასვენებას ვერ ვიტან და საერთოდ პასიურ ცხოვრებას ვერ ვიტან შინაგანად ეგეთი ტიპი ვარ რა. მიყვარს დასასვენებლადაც თუ მივდივარ, რაც უფრო მეტი სასიარულოა, იქ დავალთ, აქ ჩამოვალთ, იმას ხო გავაკეთებთ. იგივენაირად ვარ საქმეშიც რა, რაღაცას რომ მოვწურავ და ვნახავ რომ უი ეს შემიძლია და გავაკეთე და ახლისკენ მიწევს ყველაზე რთულია ამ ახლის პოვნა ჩემთვის. აი რაღაც ყველაზე კარგი რომ ძნელია რომ მიაგნო აი რა რისკენ მიგიწევს და ნუ მე იმაში ვცდილობ რომ მოიხარშო და რაღაც ლეველზე ახვიდე და რაღაცა დონე დაიკმაყოფილო რა. ამიტომ ალბათ შინაგანად მე თვითონ პირადად შინაგანად ვარ ეგეთი ტიპი რომ სულ მიყვარს რაღაცა ახლის ძებნა რა ვერ ვჩერდები. ნუ გოგიჩან რა ბევრჯერ ვთქვი არ ხო ხედა ყველაფერი კარგად მოისვენე რა გინდა არა ბიჭო რა რაღაცა კაი ერთნაირი გახდა ყველაფერი და მოდი რაღაცა სხვა გავაკეთოთ ეს ყოველთვის მქონდა რა და ალბათ ეგ არის რაღაცა ეგეთი ტიპაჟი ვარ მე რომ ხო ვერ და არ შემილია რაღაცა თუ ნახე რომ შევძელი და გავაკეთე და ეს უკვე რაღაცა ერთნაირად მიდის და წინ ვეღარ მივდივარ მან და გაჩერებას მან უკვე ვეღარ კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს აი სადღაც პენსიაზე მომიწევს ალბათ მაგრამ მე დომინოს სწავლას ვისწავლე დომინოს თამაშს ვისწავლე კარგად ბოლო გატაცებაზეც ვისაუბროთ ბოლო ხო დიდი ამბავი ვერცხლის თემებში კი როგორ დაინტერესდი და რა ხდება ვერცხლმა ამ ხრივ და გაინტერესა ვერცხლის ნაკეთობებს აკეთებ ხო დავიწყე ახალი წლის მერე დავიწყე რაღაცის ძებნა რა რაღაცა ცოტა ისე ვიყავი და მინდოდა რაღაცა მეპოვა რაშიც ცოტა გადავეშვებოდი და ცოტა გონებას განტვირთავდა რა ყველა ეს ჩემი ჰობია ემსახურება გათიშვას ხო გონება საბოლოოდ არასოდეს არ ითი ნუ მე 100 წლის მერე გაითიშება მაგრამ მანამდე გონებას ვერ თიშავ ესე რა ნუ გონების გათიშვა რომ გადაერთო სხვა რაღაცაზე და ამაზე აღარ იფიქრო ეგ ითვლება გონების გათიშვა და სხვა შორის დავაკვირდი რომ ისეთი სპორტი სადაც მტკივნეულად ეცემი ითიშები ბოლომდე იმიტომ რომ როგორც კი აი თავშად სრიალებ და სამსახურზე დაიწყე ფიქრი წაიქცევი და ისე გეტკინება რომ ორგანიზმი ტვინს აძლევს სიგნალს მე სხვა რამეზე არ ვიფიქროთ რომ ძალიან გვეტკინება და ამიტომ ესეთ სპორტში ძალიან მობილიზებული ხარ და არა გაქვს ესეთი ფაქტორი და ამ შემთხვევაშიც აღმოვაჩინე რომ უბრალოდ თავიდან რაღაც ვიდეოების ყურებით სკროლვით იმითი ვნახე რაღაცეები რა და აუ მეთქი რაღაცა მინდა რომ გავაკეთო რა რაღაცა ცოტა სხვა მიზანს ემსახურებოდა თავიდან და ჯერ არ ვიცი მაგ მიზანზე მივალ თუ არა და თუ მივალ აუცილებლად ვიტყვი მაგრამ თავიდან მეთქი აი შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას და მეგონა რომ ვერ შევძლებ რა იმიტომ რომ ხატვაში არა ვარ მაგარი ესე რაღაცა ხელოვნების ესეთ ნაწილებში არ გამოვირჩევი და მეთქი რომ ვერ შევძლებ რა და მე რაღაცა ვიკითხე აქეთ-იქით და მე ჩემ ცოლს ვკითხე ვინმე ხო არ იცით ხო იმან თავის მეგობარს ვკითხე და იმან ურჩიე რომ აი ვიღაც დადიოდა რაღაც კურსებიაო და სადღაც იყო კიდე რომ ვიღაცას აგიყვანს და ისე გასწავლის რაღაც ან YouTube-ზეც უამრავია მაგრამ ესე მაგას ვერ ისწავლი YouTube-დან რა ესე ვერცხლის საიდან აიღო ეგ ხო არ იცი და ვნახე მიმასწავლეს ესეთი კურსები FEAMI სტუდიო რომელიც ესეთ ადამიანებს ზაინტერესებს ლევანი ერთგან ძალიან კარგი ადამიანი რომელსაც ძალიან მაგარი პროფესიონალი რომელსაც გააკეთა ეს სამხატვრო დაამთავრა და იმის მერე ამ სფეროშია და ნუ ყველაფერი იცის რა აი იმდენი რამე იცის რომ არ ვიცი მე ხო და იმას დაურეკე უბრალოდ ჯერ მივიწერე იქაც რაღაცა იგია მოკლედ არ არის ჩვენი მაყურებელი აღმოჩნდა და უიო შესნახდა შენახარო და კი მეთქი და კითხვა მაქვს მეთქი რა შევძლებ თუ არა თქო რა ნუ აი არაფერი არ ვიცი მეთქი არ ხატრობაზე ან არა არ ჭირდებაო რა ანუ აი არაფერი ეგეთი არ ჭირდება იმას რომ შენი ჭია გაახარო ხარ რაღაცა თუ გინდა რომ აი სუპერ იუველირი გახდე ხე სხვა სკილებია საჭირო ალბათ მაგრამ მე რაღაცადან მოკლედ ესე დავიწყე ნელ-ნელა და შევყევი დღესდღეობით ჩემ ფონბუქში არის ესეთი ტელეფონის ნომრები როგორც არის რეზო ჩისტატა ეს ნიშნავს რომ სუფთა ვერცხლისთან უნდა იყიდო გარო ჩამოსხმა სადაც ჩამოსხმა ხდება ამისი და ესეთი სხვადასხვა ნომრები მაქვს და ამ სფეროში რაღაცებს ვაკეთებ რა ანუ ვერთობი ისე თავიდანვე იცი რა საკეთებია ისეთ კი ეგ აუცილებელი არის მეორე მიმართულება რომ არ იცი და აკეთებ მაგრამ ეგ ისა თავის გამართლებაა რა რომ გამოგივა ეს მინდოდა იტყვი რა ყველაზე კარგი გამართლება თავის არის იმისი რა ქვია რაღაცა თუ ისეთი არ გამოვიდა და უშუალოდ ბეჭედი ცოტა ასიმეტრიული გამოვიდა რა ყველაზე კაი ესე იყო ჩაფიქრე პოეტური თვითნებო ავტორს ესე და კიდე ძალიან მაგარი ნიუანსი დავიჭირე მსახიობობაში რა შუაქალაქის მსახიობებს უთქვიათ სხვა შორის ხლონტებს რა რომ ყველაზე ცუდი შეფასება არის აი პრემიერა რომ გადის და ხო მოსტუმრები მოსულები არიან რაღაცა შენი ახლობლებით და ბევრი ხალხი და უყურებენ და პრემიერის მერე ნუ გაინტერესებს როგორი იყო ყველაზე ცუდი შეფასება არის როცა რომ გამოდიხარ და გეუბნება რომ ძალიან ლამაზი იყავი რა ანუ ნიშნავს რომ შენი მსახიობობა რაც იწვალე საერთოდ ნოლია და ამ სფეროში მივაგენი ზუსტად იგივე შეფასებას რაღაცას რო გააკეთებ და რო ანახებ და ძალიან ლამაზი ყვა არის ის ბუნება მიწვალა არც არის არ მივხი მხოლოდ ის არის რომ ძალიან ლამაზი ყვა არის და აი ახლა ვარ იმ ეტაპზე რომ მინდა რომ ჩემი კუთხე გავაკეთო
ამ კურსებზე კი დავდივარ, მაგრამ ჩემი კუთხეც მოვიწყო, ადგილს ვეძებ, შეიძლება ოფისში არის ერთი კუთხე, სადაც პარაპლანი აწყვია. შეიძლება ის გამოვიტანო და წაწვა წავიღო და იქ დავდგა. სპეციფიკური მაგი დაჭირდება, რაღაცა სასწოები. და ხელი უნდა გქონდეს. ხელი თაკეთებ, კი, ხელი, ბევრი მეთოდია რა, არის შეგიძლია ჩამოასხარ. მე გამიმართლა იმაში, რომ კარგად თავისუფლად ვარ გრაფიკულ პროგრამებთან რა, თავის დროზე. ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე Corel Draw ავით ვისე კარგად და ილუსტრატორიც იგივე არის ვექტორია და მან ვაწყობ რაც მინდა. 3D-ში ვერ ვაწყობ, მაგრამ მან ვაწყობ და AI-ს ვენაცვალე, მაგას რო ვაძლევ მარტივად ხვდება მე რა მინდა და AI-ს ფორმას მაძლევს და უკვე დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რა შეიძლება რა უყურებ და ისე აკეთებ ამას? არა, მე რაღაც წესებია თავისი, რომელიც რაღაცა ჯერ მხოლოდ ესეთი ვერცხლი გაქვს, სუფთა ვერცხლი, მე იმას უნდა გააჩნია რას აკეთებ, უნდა გაურიო თუ ბეჭედს აკეთებ, სხვა მინარევი ჭირდება რომ სუფთა ვერცხლი ბილია, მე თუ რაღაც სხვა საკეთებ ბილი გჭირდება, მე რომელი ქვა გინდა, რას აკეთებ და ამის მიხედვით გეგმავ და ცოტა უცნაურია, მაგრამ მაშინ შევთანხმდეთ შენ რო განავიდე. ეხლა გვაქვს ძალიან მაგარი ეტაპი, ჩემი პირველი ესეთი სერიოზული ნამუშევარი, არა გამოფენამდე ჯერ შორია, მაგრამ პირველი ესეთი ნამუშევარი დავიწყე კაცების ლოგო გავაკეთე სამაჯურად. ვაუ. ხო და ეს რო ვანახე, ყველას ძალიან მოეწონა და მე გაჩნდა ესეთი იდეა, რომ მოდი რომ დაასრულებ ამას. ნუ კვირაში დადიხარ 3 და 2 საათია და 2 საათი ძალიან ცოტაა რა და ამიტომ იწელება ეს გაკეთებ რა. ხო და ეხლა თითქმის იმისკენ მივედი რომ წესით ერთ კვირაში უნდა მოურჩე რა და მე გაჩნდა ესეთი იდეა, რომ რა უყოთ ამას რა. ხო და ნუ ლაბაძემ თქვა რომ რა თქმა უნდა გავყიდოთ. ხო, რა თქმა უნდა. ხო და მე როგორ გავყიდოთ და მე იდეა გაჩნდა რომ ხო არ გავაკეთოთ აუქციონი რა და ნახოთ რა გამოვა და პირველი ჩემი ნამუშევარი სოტბიზე ვერა, მაგრამ ლაბაძის აუქციონზე შეიძლება მოხდეს. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა და ბოლო ნაწილზე მინდა გადავიდეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული ბლიცი. ისეთი კითხვები, რომლებზეც შეიძლება არ გიფიქრია აქამდე და შეგიძლია გვიპასუხოს, ან შეგიძლია გამოტოვო ეს კითხვა, მითხრა რომ თავს არის. ამდენის გამოტოვების უფლება. ყველას. ხო. სულ 6 კითხვა, ეგეც შეგვიძლია, რომ თუ ისეთი თემებია, რაც არ გიფიქრია, მაგრამ შეგიძლია პირველი რაც მოგაფიქრა. ეხა ვიფიქრო პირველად. ხო. რა უნდა დაივიწყოს ადამიანმა, რომ მართლა ბედნიერი გახდეს? ამაზე მიფიქრია. ჩოგბურთი მიყვარს ძალიან და ჩოგბურთში არის ძალიან მნიშვნელოვანი ეგ, რომ ყველა აგებს რა, არ არსებობს ჩოგბურთელები, ჯოკოვიჩია ისეთ ფედერერიც აგებს. როგორც კი წააგებ, ჩოგბურთელები ხო სულ დადიან და სულ ახალი ტურნირი. თუ არ დაივიწყეს, მეორე ტურნირზე იმოქმედებს და იმასაც წააგებს. რა, ამიტომ ძალიან მაგარი ხელოვნება, რომ წარუმატებლობა დაივიწყო რა. აი ეს არ მიაქციო ყურადღება. ხდება, ხანდახან საერთოდ არ არის შენი ბრალი, ხანდახან გარემოებების ბრალია, რაღაცის ბრალი, ხანდახან შენი ბრალია, მაგრამ რაც უფრო მალე გამოიტან დასკვნებს და დაივიწყებ ამ წაგებას, მით უფრო წარმატებული იქნები შემდეგ თამაში თუ წამოწყებაში რა. რისი გაკეთება უნდა გაბედოს ყველამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც. რაც შენი ოცნებაა და აქამდე ვერ გააკეთე და ძალიან გინდა რა. აი თუნდაც ეს იყოს ისეთი წარმოუდგენელი გადახვევა, როგორც არის ვერცხლზე მუშაობა რა. აი რაღაცა რომ მოგინდა ძალიან და თვლი რომ აი მოიცხოვები რას იფიქრებენ, გამომივა თუ არა, იქნება ის არის მოიცა რა სისულელია და დამავიწყდება. აი ეს შენი შინაგანი ახირება უნდა რაღაცნაირად თქვა რომ დავიკმაყოფილო. შეიძლება ცადო და მომრავი რამ მიცდია ეგრე და არა ჩემი არ არის და გამოეცვალო, მაგრამ აი ეს უნდა დაიკმაყოფილო, იმიტომ რომ ისე ჩაქჩება ხინჯად რომ ბოლოს არ უნდა გაგახსნეს ნეტა ეს მეცადო რა, იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია და მეც რაღაცეებზე მიფიქრია. რო გითხრა ერთი ადამიანი, ვისთვისაც მადლობა უნდა გეთქვა და არ გითქვამს. აუ ბევრი არის ალბათ ესეთი ადამიანი, მაგრამ ნუ აი ხა რაღაცა მამა ჩემი გარდაიცვალა ეხლა ხან და ალბათ მამა ჩემზე ბევრ რამეს ვეთყოდი. და დღეს რომ სრულიად ახალ ცხოვრება დაგიწყო, ისევ ამ გზას და იუმორის გზას და ყველაფერს აირჩევდი თუ სულ თავიდან სხვა გზას აირჩევდი. იცი რა, ამაზეც ბევრი მიფიქრია და ხანდახან აი ყოფილა რომ უნდა რაღაც დავჩენილიყავი ქვეყნის გარეთ და იქ გამეგრძელებინა ცხოვრება და სწავლა მქონდა ამის ბევრჯერ შანსი და ხანდახან როცა საქმეები ცუდად მიდის რა დურა კი ვარ რა ვქენიესა და წავსულიყავი და ეხლა ხო სტაბილურად ვიქნებოდი, მაგრამ არა მაქვს საწუწუნა, იმდენად მრავალფეროვანი და დახონძული ბევრი სხვადასხვა რაღაცეებით აქამდე ცხოვრება მქონა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ბედის და ჯები თავის და იმ ხალხის ვისი წყალობითაც აქამდე ესე მოვედი. თავის რა თქმა უნდა პრობლემები და ყველას აქვს ეხა ეს მარტო ამ იმაში არ არის. ალბათ ისევ ვიზავდი. რაღაცებს რა თქმა უნდა გამოვასწორებდი, ბიტკოინებს ვიყიდი დიდი რაღაცებს. გავაკეთებდი და გავამრავალფეროვნებდი, მაგრამ ჯამში არ შევწვი. რას ხედავ დღეს ისეც, რასაც ძალიან ახალგაზრდობაში ვერ ხედავდი. ბოდიში რას ხედავ დღეს ისეც, რასაც ახალგაზრდობაში ვერ ამჩნევდი. მშობლის თვალიდან დანახულ შვილებს რა, აი რა, ვინ რაც არ უნდა იყოს, მე როცა ჩემი შვილის პოზიციაში ვიყავი, საერთოდ ვერ ვამჩნევდი იმას, ეხლა რასაც განიცდიდა არ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მშობლებიც ზუსტად უფრო თუ არა, იმიტომ რომ მაშინ უფრო რთული დრო იყო, განიცდიდნენ ამას და აი ეხლა თან ისეთი პერიოდი მაქვს. ერთი შვილი წასულია ქვეყნიდან და სწავლობს, ეხლა მეორე მიდის და რაღაცა მარტო რო ვჩებით სახლში და რაღაცნაირი პერიოდი მაქვს, რომელზეც ესეთ საკითხებზე დავფიქრდი და აი ეხლა ამაზე მეფიქრება ყველაზე მეტად, რომ საერთოდ ვერ აღვიქვავდი, აი რა მოხდა ეხლა მე მივდივარ და ჩემი მშობლები რა თქმა უნდა ისე
რატო უნდა განიცდიდნენ კაცო ხო სასწავლებლად მივდივარ და რაღაცა და ამ დროს ძალიან კი არ განიცდი აი რაღაცნაირი გრძნობა არც ვიცი რა დავარ პირიქით მიხარია გულშემატკივრობ ძალიან კარგია რომ ესეთ რაღაცა დიდ გამოწვევების წინაშე და რა მაგარი ცხოვრების ეტაპი აქვს და რა მაგარ რაღაცებზე მიდიან მაგრამ და მე აი არ ვიცი ამას რა დავარ ეგოიზმი ალბათ ცოტა ესე ჩემი თავი მენანება თუ მეც მინდა და აი ეს ყველაფერი რაღაც ერთი სახელი ქვია და ეგოიზმი ცუდი სახელია და არ მინდა რომ ეგ ერქვას ძალიან დიდი მადლობა ირაკლი მადლობა მთელი ამ გზების გახსენებისთვის და ასე გულწრფელად გაზიარებისთვის. გონია ძალიან საინტერესო იყო და შთამაგონებელი ჩვენი მაყურებლისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც თქვენი ეს გზა შეეხო. ჩვენც ვართ მათ შორის კიდე ძალიან ბევრი არის. თქვენი მოღვაწეობით დღემდე თავის რაღაც საქმეს სხვადასხვა სავითარებს და ეს ხალხი მუდმივად ამ რაღაც დიდ ენერგიას გწევს მე ვატყობ მაგას. დიდი მადლობა მინდა გითხრა, წარმატებები მინდა გისურვო კაცებში ამ რეფორმის ჩატარებაში. ჩვენ მაყურებელს კი ასევე მადლობას ვუხდით, თუ კი აქამდე გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შეგახსენებთ თქვენ უყურებთ მარკეტერის პოდკასტს, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. დიდი მადლობა ნახვამდის.